საღამომშვიდობისა პროგრამა ეპიცენტრის სიამოვნებით მოგესალმებათ. გადაცემას დავიწყებთ სასიამოვნო ინფორმაციით. საქართველოს რაგბის ნაკრებმა 36-10 დაამარცხა რუსეთის ნაკრები. ვულოცავთ როგორც რაგბისტებს, ასევე ყველა გულშემატკივარს. აქვე გეტყვით, რომ მატჩის დაწყების წინ როგორც მაყურებლებმა, ასევე ჩვენმა ნაკრების წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში დაღუპულებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა კი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პირველი ანგარიშია პარლამენტში, რომელიც გუშინ შედგა. ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები, გამოწვევები და რისკები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ბატონი ივანე მაჭავარიანი. საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა გზაშია, იგი ესწრებოდა მატჩს და ამიტომ აგვიანდება. მე სიამოვნებით წარმოგიდგენთ ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ კახა გუგულაშვილს, პოლიტოლოგ პეტრე მამრაძესა და სტრატეგიული გამოკვლევათა ცენტრის ანალიტიკოს გიორგი გიმრაძეს. მოგესალმებით ბატონებო სტუდიაში. ამავე დროს ალბათ ჩემი კოლეგა ნატო ნანიტაშვილი მოგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეკითხვები Facebook-საც დაგვისვათ. მოგესალმებით, აქტიურად Facebook-ის ჩვენს გვერდზე გამოხატეთ თქვენი პოზიცია და დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვები, რომელზე პასუხებსაც პირდაპირ ეთერში მოისმენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გუშინ თითქმის ყველა ტელევიზია ძალიან აქტიურად საუბრობდა ბატონი პრეზიდენტის გამოსვლის თაობაზე პარლამენტში. იყო კრიტიკაც და იყო ისეთი შეფასებები, რომლებიც გარკვეულად დადებით, ასე ვთქვათ, შეფასებას აძლევდა ამ გამოსვლას. ფაქტი ერთია, რომ თავისი პრეზიდენტობის მეოთხე თვეს ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს და მთლიანად საქართველოს მოსახლეობას თავისი ხედვები წარუდგინა. მე იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები საკუთარ მოსაზრებებს გაგვიზიარებენ და შეაფასებენ ამ გამოსვლასაც და თვითონ პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, პიროვნებასაც, როგორიც დაუშვათ ამ 4 თვის მანძილზე იგი წარდგა ჩვენს წინაშე. ბატონ პეტრე მამრაძეს ვთხოვ თავდაპირველად. ბატონ პეტრე, თქვენ როგორ შეაფასებდით გუშინდელ გამოსვლას? დაუშვათ, რა იყო იქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და რა ვერ მოისმინეთ? იცით, ჯერ ზოგადად გეტყვით იმას, რომ არსებობს კონსტიტუციის ის ახალი მუხლები, რომელიც ამოქმედდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ავირჩიეთ ივანიშვილი, ანუ მარგველაშვილი. ყველამ, ვინც კი მისსახმა მარგველაშვილს, თითქმის ყველამ ფაქტობრივად მისსახმა ამით ივანიშვილს. მე მაგალითად პირადად მარგველაშვილს მივეცი ხმა. არიან, ნამდვილად არიან ასეთებიც, მაგრამ ძირითადად ეს ცნობილია, ეს ხათრით არჩეული პრეზიდენტი, ეს შემთხვევითი, ასე ვთქვათ, სახელი არ არის. ერთია დღევანდელი კონსტიტუციით, დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ასე ვთქვათ, რა ფუნქციები აქვს პრეზიდენტს? საკმაოდ დიდი. საბჭოს მეთაურიც არის, უზენაესი მთავარსარდალიც არის, მოგეხსენებათ, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, სულაც არ არის მხოლოდ წარმომადგენლობითი, ასე ვთქვათ, ფუნქციის მატარებელი, ან უზენაესი არბიტრი, როგორც ვთქვათ, გერმანიაში. ბევრმა არც კი იცის. ან ისრაელში მაგალითად. ან ისრაელში. ბევრმა ხო არ იცის, ვთქვათ, აი დღეს გერმანიის პრეზიდენტის გვარი. ძირითადად პროფესიონალებმა თუ იციან, არ და შესანიშნავი პიროვნება. გაცილებით მეტი აქვს ჯერჯერობით მარგველაშვილს, მაგრამ ფაქტობრივი სიტუაცია ქვეყანაში და ეს არის რეალობა. არის ისეთი, რომ მთელი ძალაუფლება თავმოყრილია ერთი ადამიანის, მსოფლიოში ამჟამად ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის ხელში. ეს არის გუნდისთვის ივანიშვილი დღეს. მას უყურებენ როგორც ადამიანს, რომელმაც ივანიშვილმა დატოვა თავის ნაცვლად და ასეა. სხვა შორის მე ვწერდი ამაზე. ფარცხალაძის, ასე ვთქვათ, კრიზისის საინტერესო იყო იმით სწორედ, რომ იმ დანაშაულის დაფარვის დროს გამოჩნდა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი, თუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აბსოლუტურად მორჩილად ასრულებენ იმას, რაც უნდა ღარიბაშვილს, არადა ერთ-ერთ მათგანს მაინც, რომ შეესრულებინა სწორედ ის ფუნქციები, რაც წერია კანონში. და თან შეესრულებინა არასაჯაროდ, არამედ გუნდის შიგნით. არ მოხდებოდა არაფერი იმ დღესვე. ბატონ პეტრე, გამოსვლას ეხლა გამოსვლას. რატომ გავაკეთე ეს შესავალი? გამოსვლა, მარგველაშვილის გამოსვლა, რომელიც მას მოუმზადეს, სწორედ მიესადაგა არა კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს, სადაც მათ შორის წერია, რომ წელიწადში ერთხელ უნდა წარუდგინოს პარლამენტს მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვან საკითხებზე, არამედ ფაქტობრივ
ფაქტობრივ მის ფუნქციას, რომელიც მოკლებული არის ყველაფერს ამას. და შესაბამისად, ჯერეთი 10 წუთი უხსნიდა ხალხს, რომ აი, ასეთი კონსტიტუცია და აი ესეთია ჩემი ფუნქციები და ეს ის მარგველაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ სულაც არ არის პატარა ფუნქციები თავიდან, მაგრამ მე მოუწია იმის თქვა, რომ თურმე იმერლიშვილს იოტისოდან ნაბიჯარ გადაუდგას ფუფუნებისკენ, რომ $45,000 ეს გუშინ არ უთქვავს ბატონ პეტრე. მაგრამ გუშინ ხომ? აბა მითხარას ვინმე, რომელიმე მართლა მნიშვნელოვანი საკითხი დღევანდელი ურთულესი მდგომარეობისა, რომელიც ყოფილიყო ადეკვატურად გაშუქებული, შეეხო ხოლმე. შეეხო და სულ აი მომავლის დღეს გაკეთდება და ასე იქნება, მაგრამ ის რაც არის ქვეყნის წინაშე დღეს, დემოგრაფიული ვითარება, აქედან უპირველესი შობადობა, ხომ? ემიგრაცია, რუსეთის საელჩოსთან დილოობით ისეთი რიგები დგას, რომ სავალ ნაწილზე მანქანებს გასვლა უჭირთ. ახალგაზრდა კაცებით განან აწერა და ასე შემდეგ, ხო? ეკონომიკური ვითარება. ის როგორ გავიდა ეს წელი? ეს ყველაფერი აი ეს იოტისოდანა შეხებით იყო, რომ იმასაც ვერ იტყვა, სულ არ ახსენა. მაგრამ გაშლილი ის, რაც უნდა გაკეთდეს და მთავარი, საერთოდ არ იღებენ ხმას და არც მარგველაშვილი იმაზე, რომ მთლიანი რეორგანიზაცია საჭირო მართვის სისტემისა. არა მარტო კონსტიტუციასთან შესაბამისში მიყვანა, არამედ 20 მინისტრი ამ პატარა და ძალიან ღარიბ ქვეყანაში, სადაც მაქსიმუმ უნდა იყოს, აი მაქსიმუმ დათვლილი გაანალიზებული წლების წინათ 13 სამინისტრო და გაცილებით ნაკლები ასე ვთქვათ ზომისა და რა თქმა უნდა ამ საოცრად ძირადღირებული მანქანების და სხვის გარეშე. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამაზე უნდა ესაუბრა 4 თვის თავზე ბატონ გიორგი მარგველაშვილი. უპირველესი რა დგას, აი უმნიშვნელოვანესი საკითხი რა არის? თვენახევარი წელიწადი და 4 თვე ეს არ გააკეთეს, არც დაუწყიათ. გარდაქმნა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის და წესის შესახებ და სტრუქტურის შესახებ კანონისა. სულ სხვანაირად უნდა დაალაგდეს. არ აკეთებენ, რატომ? აწყობთ. საარჩევნო კოდექსი. რა ცოტა ითქვა იმაზე, რომ ანეკდოტამდე მივიდა საქმე, რომ ის ადამიანები, ვინც ითხოვდნენ ამის ცვლილებას, კოდექსის ცვლილებას, დღეს არიან რა ხელისუფლებაში, იგერიებენ იგივე მოთხოვნებს, რაც ახლანდელი პოზიციიდან მოდის. ბატონ, თქვენ ბრძანეთ, რომ ფრაგმენტულად უყურეთ გამოსვლას, აი მაინტერესებს იმ ფრაგმენტებში თუ დააფიქსირეთ რაღაც ის, რაც თქვენ მოგეწონათ და საერთოდ როგორ წარმოგედგინათ ბატონი გიორგი მარგველაშვილის წარდგომა პირველად პარლამენტის წინაშე, იმის გათვალისწინებით, რომ სულ 4 თვეა გასული, რაც იგი პრეზიდენტია. დიახ, მართალია, ძალიან სწორია, რომ ჩვენ ამას ხაზს უსვამთ, რომ სულ 4 თვეა პრეზიდენტია, ჯერ ეს ერთი, მეორე, პრეზიდენტს არ გააჩნია ის უფლებამოსილებები, რომელსაც ჩვენ შეჩეული ვიყავით ამ წლების მანძილზე. ჩვენთვის პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ნიშნავდა რაღაც განსაკუთრებულ მოვლენას, ადრე ჩვენ ხედავთ, რომ ახლა შეიცვალა ამის მიმართ იცვლება დამოკიდებულება პრინციპში ფსიქოლოგიურად ჩვენ მაინც ვემზადებით იმისთვის, რომ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რაღაც განსაკუთრებული რაღაცები უნდა გავიგოთ, გამივსჯვალოთ რაღაც მომავლის ხედვით, უფრო ზუსტი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ალბათ მოგვიწევს შეჩვევა იმისა მომავალი წლების განმავლობაში, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში იქნება უფრო ასე ვთქვათ, ნაკლებად პომპეზური, როგორც ადრე, მისი მნიშვნელობა ამ კონსტიტუციურ მოდელში, რომელიც ჩვენ ახლა გაგვაჩნია, ალბათ სწორია, მაგრამ და პომპეზურობა ეს ზოგადად ეს კარგი იყო, დაუშვათ თუ შევადარებთ წინა გამოსვლებს, თქვენ ბრძანეთ, რომ ყოველთვის იყო რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი, მოდით გავიხსენოთ სააკაშვილის მისვლა პარლამენტში. ეს მოლოდინი იყო დაკმაყოფილებული? დიახ, საქმე იმაშია, რომ სააკაშვილი გარდა იმისა, რომ ის კონსტიტუციურად ძალიან ძლიერი იყო, ის ასევე ძლიერი იყო თავისი უფლებამოსილებითაც და ასევე ძლიერი იყო იმით, რომ ის პრაქტიკულად ერთმართველი იყო სახელმწიფოში. მისი ნება ბევრად უფრო ძლავრად ვრცელდებოდა, ვიტყოდი, ყველა სხვა სახელისუფლებო ინსტიტუტებზე. და მთლიანად სახელმწიფოში სააკაშვილის გამოსვლას ელოდა ხალხი, იმიტომ რომ რასაც ის იტყოდა, ნამდვილად ისე იქნებოდა. დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა სიტუაცია გვაქვს, დღეს ინსტიტუტები არის შედარებით დაბალანსებული. მე ვეთანხმები ბატონ პეტრეს იმაში, რომ მაინც არ არის ისე დაბალანსებული, როგორც უნდა იყოს ჩვენი კონსტიტუციით და რასაც ალბათ ჩვენ ველით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მართლა გადავალთ აი ესეთ დაბალანსებულ მოდელზე, შეიძლება უწოდოთ ამას რაღაც
კლასიკური საპარლამენტო საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ რეალურად ჩვენ ცოტას ვაკნინებთ, მართლა ვაკნინებთ პრეზიდენტის როლს. მიუხედავად იმისა, რომ არ უნდა იყოს პრეზიდენტის გამოსვლა, რა თქმა უნდა, უკვე ისეთი, როგორიც ეს ხდებოდა სააკაშვილის დროს, რაღაც ძალიან განსაკუთრებულ მოვლენად არ უნდა ჩავთვალოთ, ის უნდა იყოს საინტერესო, ის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რაღაც თუ ჩვენ გვაინტერესებს ზევიდან დანახული პრეზიდენტის, ესე ვთქვათ, თვალით დანახული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ალბათ უნდა მოусმინოთ ამას, წავიკითხოთ, შევისწავლოთ, რა თქმა უნდა, მისი ხედვა იქნება საინტერესო, ასევე საინტერესო იქნება მისი შეხედულებები მომავლის შესახებ, ანუ როგორ უნდა განვითარდეს, საით უნდა წავიდეს ქვეყანა, მაგრამ ეს არ უნდა მივიღოთ როგორც რაღაც აუცილებლობა, რომელიც ნამდვილად ესე როგორც დირექტივა, იმიტომ რომ ესე არ მოხდება, მის გარდა არის პარლამენტი, არის პრემიერ-მინისტრი, თავის მინისტრთა კაბინეტი, ну ამ შეხვედრაზე ჩემთვის დასანანია მაგალითად მართლა რომ მოსახლეობის მოლოდინები იყო ერთი, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ სხვა საკონსტიტუციო მოდელი გაგვაჩნია და პრეზიდენტი არ არის უკვე ისეთი ძლიერი ფიგურა, მიუხედავად ამისა, ის პატივისცემლის დონე მაინც უნდა იქნეს შენარჩუნებული. მე მგონია, რომ მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი მაინც უნდა ყოფილიყო ალბათ შეხვედრაზე და რაღაცნაირად ხარდაჭერა გამოეჩინა, ვთქვათ, პრეზიდენტისთვის, განსაკუთრებით ისინი, ვინც კონსტიტუციურად ახლო არიან, ვთქვათ, მის კომპეტენციაში, ხო, კომპეტენციებში შედიან. გასაგებია, ბატონ კახა, ბატონ გიორგი, თქვენ როგორ შეაფასებდით ბატონი გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ გამოსვლას, მის ასე ვთქვათ, სტილს საუბრისას და გარდა ამისა, თუ შეიძლება რაღაცა შედარება გავაკეთოთ, მართალია ჩვენ სხვა რეალობა გვაქვს კონსტიტუციური უფლებამოსილების მიხედვით, მაგრამ რომ შევადაროთ პრეზიდენტის წინა გამოსვლები, ანუ ექს-პრეზიდენტის გამოსვლები პარლამენტში და გუშინ მარგველაშვილის წარდგომა დეპუტატების წინაშე, რა იყო ის განსხვავება, რომელიც მოგვეწონა და რა მოლოდინი ვერ დავიკმაყოფილეთ? დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და მინდა პირველ რიგში აღვნიშნო ის, რომ საკმაოდ ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობაში მომიწევს ალბათ ყოფნა, რადგანაც წინა პრეზიდენტთან შედარებით მომიწევს ალბათ ამ პრეზიდენტის რაღაც გარკვეულწილად დაცვა, იმიტომ რომ ცოტა სხვანაირად უყურებს საკითხს. და ეს იქნება. მე არ მგონია რომ დასაცავი იყოს ბატონი გიორგი მარგველაშვილი, მე მაგალითად მიმაჩნია რომ არაფერი არ დაუშავებია გუშინ, მაგრამ და სხვაგვარად გულისხმობ, ჩემგან არ იქნება მისი ესეთი მკაფიო კრიტიკა რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამ თვალსაზრისით. ვამბობ თვით მიზანი არ არის კრიტიკა დღევანდელი ჩვენი გადაცემის. რა თქმა უნდა და ზუსტად ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ თქვენ ახსენეთ რა იყო განსხვავება წინას და ახლანდელს შედარებით. ერთი უმთავრესი ალბათ ის არის, რომ ჩვენ აღარ გვყავს ბელადი, ჩვენ არ გვიყვარს ჩვენი პრეზიდენტი, როგორც აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩვენ გარკვეულწილად იმედს ვამყარებთ იმაზე, რომ ის პრეზიდენტი შეძლებს მის მასზე დაკისრებული ვალდებულებების და უფლებების აღსრულებას და შესაბამისად აი ეს ერთი მასიური კონტექსტი იმისა, თუ როგორი იყო გუშინდელი, ვთქვათ, პრეზიდენტის ვიზიტი. შემდეგ მეორე თავისთავად პრეზიდენტის გამოსვლა იყო ნაკლებად ემოციური და უფრო მეტად გაწონასწორებული, ბუნებრივია, გაჯერებული იყო შესაბამისად იმ საკითხებით, რომელზეც მე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში, რომ მას აქვს განსაზღვრული უფლებამოსილება და იმ საკითხებს შეეხო და იმ ფორმით შეეხო, რაც მის ყველაზე მნიშვნელოვანია, რასახითაც შეეძლო ამ ფუნქციების და ამ უფლებამოსილებების მატარებელ პრეზიდენტს შეხება, გულისხმობ იმას, რომ მას გარკვეულწილად აქვს ეს ეგრეთ წოდებული არბიტრის ფუნქცია სახელმწიფოში და შესაბამისად ის კონკრეტულად შემფასებლის სახით შემფასებლის როლიდან აკეთებდა ყველა საკითხთან დაკავშირებით აკეთებდა მინიშნებებს და ერთ-ერთი ასეთი სიტყვა, რომელიც მან ხშირად გამოიყენა გუშინდელ მის ტექსტში, ეს იყო მივესალმები, რადგანაც ზუსტად ეს იყო მე გადავწყვიტე ან გადავწყვეტ საკითხი ასე არ იდგა, რადგანაც ის გადაწყვეტილებას ვერ იღებს და არ იღებს ახლანდელი კონსტიტუციით და ის მხოლოდ აფასებს. შესაბამისად მივესალმები ზუსტად ამ შეფასების კატეგორიიდან ნათქვამი სიტყვებია. და ბუნებრივია, ცოტა ესეთი თვალსაზრისით რო ვთქვათ და საბოლოო ჯამში ზოგადად პარლამენტის უმრავლესობის პოლიტიკოსთა დამოკიდებულება იქ არ იყო ისეთი, რომ ვთქვათ,
ჩვენს წინაშე დგას ჩვენი ბელადი, ჩვენი ლიდერი, რომელსაც ყოველ წუთას ტაშით უნდა შევაწყვეტინოთ სიტყვა, რასაც ჩვენ წინა შემთხვევაში ვაკვირდებოდით ხოლმე. ერთადერთხელ მოხდა, თქვათ, ტაშის დაკვრას შუა სიტყვის დროს, როდესაც მან თქვა, რომ მტკიცედ და მყარად ვდგავართ ევროპულ არჩევანზე. აქვე მინდა უბრალოდ აღვნიშნო, რომ ნაციონალურ მოძრაობამ გამოავლინა ის მეორე უკიდურესობა, როდესაც არა მოსაზრებებს, არამედ პიროვნებებს უკრავდნენ ტაშს ასეთ შემთხვევაში და აი კონკრეტულ ამ მოსაზრებას მათ ტაში არ დაუკრეს, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგევართ ევროპულ არჩევანზე. და აი ასეთ კონტექსტში ჩაიარა გუშინელმა შეხვედრამ, რაც შეეხება თვითონ მოხსენების შინაარსს, რომელიც ჩემთვის ასევე სამნიშნულოვანი იყო, მე გამოვყოფ იქიდან ორ ძირითად კომპონენტს, რომელზეც მე გავამახვილებდი ყურადღებას, რადგან პრეზიდენტმა ისაუბრა, ეს პირველი ეს იყო ის, რომ ჩვენ პრეზიდენტმა ისაუბრა იმ სახელმწიფოზე, რომლის ცენტრალური ფიგურაც, რომლის ქმედების ცენტრალური ფიგურაც და ობიექტიც უნდა იყოს ადამიანი და ამ ადამიანის უფლებათა რეალიზება და მისი რეალიზება, მისი განვითარება და კეთილდღეობა თითოეული მოქალაქის, ეს იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი და მეორე უმთავრესი გზავნილი, რაც უკვე საგარეო პოლიტიკას ეხება, ეს იყო ის, რაც არ არის ჯერ კიდევ არ არის ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ამაზე ისაუბრა, ჯერ კიდევ არ არის კარგად ნათქვამი და კიდევ ხშირად საჭიროებს იმის თქმას, რომ ჩვენ ევროპაში მივდივართ არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ ევროპულ საზოგადოებად, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის. ეს გზავნილები ჩემი აზრით იყო უმთავრესი და ამის თქმა არაერთხელ და უკეთესად უფრო გაშლილად არის საჭირო ქართული საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, იმათთვისაც, ვისაც გონია, რომ ჩვენ ვიღაცასთან ოპონირებისათვის, ვიღაცასთან წინააღმდეგობისთვის ავირჩიეთ ეს გზა. კონკრეტულად იყო განსაზღვრული, რომ ეს არის ჩვენი ბუნებითი არჩევანი, ჩვენი გასაგებია გიორგი, სხვათა შორის აი ამ ბოლო თქვენი მოსაზრების, ასე ვთქვათ, დასაბუთება მოუწევს და ამაში დარწმუნება ალბათ მოუწევს ბატონ გიორგის თუ მართლა შედგა მისი, ასე ვთქვათ, შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. შეძლებს თუ არა, ეს ალბათ საკმაოდ რთულად პროგნოზირებადია, მაგრამ რა თქმა უნდა, არ შეიძლება რომ ამ თქვენს განცდაში არ დაგეთანხმოთ, მაგრამ ერთი მაინტერესებს კიდევ თქვენ გეხამუშათ ის, რომ არ იყო მთავრობის არც ერთი წარმომადგენელი გუშინ პარლამენტში. იცით რა არის, ბუნებრივიად სასურველი იყო ალბათ მთავრობის წარმომადგენელთა იქ ყოფნა, თუმცა მე იმედს ვიტოვებ, მე ზუსტად ვერ გეტყვით, რატო არ ეწრებოდა ამას მთავრობის წარმომადგენლები, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომელსაც როგორც ითქვა, რაღაც გარკვეულწილად აქვს კავშირი პრეზიდენტთან, თუმცა თავდაცვის მინისტრის გარდა მას არავინ აღარ ექვემდებარება, პირდაპირ დაქვემდებარების თვალსაზრისით. საგარეო საქმეთა მინისტრი? არც საგარეო საქმეთა მინისტრი. ნუ არ ექვემდებარება, მაგრამ მაინც არის რაღაც კი არის მასთან კავშირში, თუმცა არ ექვემდებარება. და შესაბამისად სასურველი იყო ბუნებრივია, მაგრამ მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო იმით, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი მიბრძანდება ამერიკის შეერთებულ შტატებში და იყო ალბათ წინასწარი მზადება მთავრობის იმ წარმომადგენელთა, რომლებიც უნდა გაემგზავრონ ამ ვიზიტით, ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით შეერთებულ შტატებში და შესაბამისად ძალიან რთულია, იცით, ქუთაისში ამ ხელა გზაზე 5 საათიან სხდომაზე ჩასვლა და ამავდროულად გზის გათვალისწინება, ეს ნიშნავს, რომ წინა დღეს, გამგზავრების წინა დღეს შემთლიანად კარგავ და ვერ ახერხებ წესიერად მოემზადო ამდენად მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე იყო და ეს არ იყო გამოწვეული პრეზიდენტისადმი. ახლა ბატონ ივანეს ვკითხოთ. ბატონო ივანე, გუშინ, როდესაც საუბრობდნენ ბატონი გიორგის გამოსვლაზე, ნუ ყველაზე მეტი რაც იყო უარყოფითი, ასე ვთქვათ, ემოციის აღძვრელი იყო ის, რომ მთავრობის არც ერთი წევრი არ იყო. ეხლა ბატონმა გიორგიმ რაღაცნაირად თითქოს და არგუმენტირებულად მოგვახსენა თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი. ბატონ ივანე, თქვენ და ბატონმა პრეზიდენტმა თუ იცოდით, რომ მთავრობის არც ერთი წევრი არ დაესწრებოდა მის გამოსვლას პარლამენტში და გარდა ამისა, ალბათ თქვენ ეხმარებოდით ბატონ გიორგის ამ მოხსენების ჩამოყალიბებაში და ძირითადად რამდენად მიიღო ის გზავნილები თუნდაც დეპუტატთა კორპუსმა და თუნდაც მთლიანად მოსახლეობამ, რომელიც თქვენთვის აუცილებელი იყო, რომ ყოფილიყო პრიორიტეტული ამ გამოსვლაში. სამშვიდობის და დიდი მადლობა მოწვევისთვის. თავისთავად თქვენ მოსტუმრობა ძალიან სწორად ესაუბრეს იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი დღევანდელი კონსტიტუციით არ არის, ესე ვთქვათ, ამასულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი.
ასევე შეიცვალოთ ზოგადად სახელმწიფოების ფუნქცია, იქნება ეს მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი. პარლამენტი არის ესე ვთქვათ წარმმართველი, სახელმწიფოს მთავრობა არის აღმასრულებელი და პრეზიდენტს აქვს ფუნქციები, რომელიც გეთანხმებით არ არის, ასე ვთქვათ, გერმანული მოდელი, ესე ვთქვათ, ნახევარად საპრეზიდენტო არის, როდესაც მას აქვს უფლებამოსილება იყოს უმაღლესი თავარსარდალი, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის კუთხით და მთელი რიგი შიდა თემებთან დაკავშირებით მას აქვს გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები კრიზისულ თუ საგანგებო მდგომარეობებში. თავისთავად ეს იქნა ასახული გამოსვლაში, გამოსვლა იყო ვთქვათ ღირებულებითი. ზუსტად ის რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი რაღაც 4 თვის წინ იქნა არჩეული მოსახლეობის 62%-ის მიერ პირდაპირ არჩევის წესით, ავალდებულებს მას რომ მან გააცნოს მოსახლეობას, ასევე პარლამენტის წევრებს ის შეხედულებები, ის ხედვები, ის შეფასებები, რომელიც როგორც არაამასრულებელ პრეზიდენტს გააჩნია სახელმწიფოს განვითარებასთან დაკავშირებით და მერწმუნეთ რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს სახელმწიფოებრიობის აღქმა და მისი მნიშვნელობა საკმაოდ კარგად აქვს თქვა ცნობიერებული. ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა ნებისმიერ გამოსვლა შეიძლება იპოვო ის რაც შენ ალბათ ნებისმიერმა მოქალაქემ ან ამ საქმეში ჩახედულმა ადამიანმა გინდა რომ იყოს, მაგრამ ნუ რთულია 50 წუთი გაქვს სასაუბროთ ყველა თემა შეეხო და მით უმეტეს ეს არ არის პირველი და უკანასკნელი, მე დარწმუნებული ვარ რომ მომავალ წლის გამოსვლა უფრო ესე ვთქვათ იქნება ასევე გარკვეულ შედეგებზე საუბრის გარშემო და თავისთავად და გითხრათ რომ პრეზიდენტ მარგველაშვილი იმ ზუსტად თეზებს ასაც თქვენი სტუმრებიც საუბრობდნენ თუ მოსახლეობამ და საზოგადოებამ მოისმინა ამის ავტორი თვითონ არის პრეზიდენტ მარგველაშვილი ჩვენ მხოლოდ ჩვენი ნაწილი რაც იქნება ეს საგარეო თავდაცვა თუ სხვა ეკონომიკა თუ თემები მხოლოდ ესე ვთქვათ ერთად მუშაობდით იმაზე რომ ერთიანი ხედვა ყოფილიყო და ეს არის ის ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც თვითონ პარლამენტის წევრებისთვისაც მნიშვნელოვანია რომ ის პირი რომელიც მათ კოალიციამ აირჩია რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ხარდაჭერით და დაასახელა ლიდერად და ამ პოლიტიკურმა ფიგურამ გაიმარჯვა საკმაოდ დიდი ბატონო ივანე, უკაცრავად ხმის პრობლემა წარმოიშვა და ძალიან კარგად არის მის თქვენი ხმა. ამიტომ ჩვენ დაგიბრუნდებით ცოტა ხანში. მე მინდა რომ თქვენ რასაც ამბობთ, ეხლა მაყურებელმა ძალიან კარგად გაიგოს, ამიტომ მოდით აქ სტუდიაში მყოფებს ჩავეკითხები. არ მიყვარს ეს კითხვა, მაგრამ ბატონ კახა, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით. ბატონმა გიორგიმ თქვა, რომ ერთ-ერთი ძირითადი, ასე ვთქვათ, მომენტი, რომელიც ალბათ დასამახსოვრებელი იყო ბატონი გიორგის მოხსენებიდან, ეს იყო ის, რომ საქართველოს უნდა დაარწმუნოს დაუშვათ ჩვენი მეზობლები და პირველ რიგში ჩვენი დიდი მეზობელი, რომელიც არც თუ ისე მეგობარია, მეზობელი არის, მაგრამ არც თუ ისე დიდი მეგობარია, რომ ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა არის იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ევროპის ნაწილი გავხდეთ, არავის საპირისპიროთ. ანუ ეს არ იქნება არავისთვის უსარგებლო, არავისთვის სამტროთ, არამედ ეს იქნება ის ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს საუკუნეებია სურს. და ჩვენი მენტალური, ასე ვთქვათ, ერთიანობა ევროპასთან, ჩვენი ფასეულობითი ერთიანობა ევროპასთან გვინდა რომ ამით უფრო გამყარდეს და უფრო, ასე ვთქვათ, დემოკრატიული და უფრო მყარი ფასეულობითი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო შედგეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ის გზავნილი, რომელიც პირველ რიგში ბატონმა გიორგიმ უნდა გააჟღეროს? ნუ მე მგონია რომ პირველ რიგში კარგია რომ თანხwebdriver ხდება ევროპულ ხედვებთან, ამერიკულ ხედვებთანაც მათ შორის დასავლურ ხედვებთან ამ ესეთ საკითხებთან დაკავშირებით. ანუ როგორ მოვექცეთ რუსეთს, ან რა არის ის პრობლემა, რომელსაც ვთქვათ ქმნის რუსეთი. აი ამის ძირი სწორედ არის ის, რომ რუსეთს გონია რომ ნებისმიერი რაღაც რაც კეთდება, ვთქვათ, ევროპული ინტეგრაციის ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში
ნებისმიერი წინსვლა, რომელიც არის ხალხთა შორის დაახლოებასა და დამეგობრებაში, თუ ეს არ არის, თუ იქ არ არის რუსეთი ძირითადი მოთამაშე, ეს აუცილებლად კეთდება რუსეთის წინააღმდეგ. ეს საქართველოს ამ თვალსაზრისით არ არის გამონაკლისი და მაგალითად ნებისმიერი, ვთქვათ, აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკა ევროკავშირის, ხო? რამდენი ხანია უკვე ევროკავშირი ცდილობს დაარწმუნოს რუსეთი, რომ ეს პოლიტიკა, რომელიც მოიცავს 6 ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყანას და ევროკავშირს, არ არის მიმართული რუსეთის საწინააღმდეგოდ, არ არის მიმართული რუსეთის ინტერესების, ასე ვთქვათ, დასაკნინებლად და ასე შემდეგ. ამ პოლიტიკას არ აქვს მიზნად, რომ რუსეთმა დაკარგოს თავისი რაღაც ინტერესები, თავისი შესაძლებლობები ამ რეგიონში თანამშრომლობისა და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველოს ესე ვთქვათ სინქრონულად ჩვენი საუბარი ზუსტად იგივე ესე ვთქვათ კონტექსტში და იგივე შემართებით ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკაც ესეთი ნიშნით განვითარდება რუსეთთან მიმართებაში არის ძალიან სწორი. მე მგონია, რომ ჩვენ მარტო რუსეთთან ესე მიმართებაში ვერ ვიპოვნით რაღაც ცალკე უნიკალურ ფორმულას. ისეთ ფორმულას, რომელიც მარტო ჩვენ გამოგვადგება. რადგანაც ჩვენ ჩართული ვართ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს უნდა განახორციელოს რუსეთის მიმართ, თანხმედროში უნდა იყოს საერთო ევროპულ და საერთო დასავლურ ხედვებთან. და მე მგონია, რომ ეს ძალიან სწორია, რომ ჩვენი პოლიტიკა მოდის პირდაპირ, ესე ვთქვათ, რაღაც სინქრონში თუ თანხმედრაში აი ამ დასავლურ ხედვებთან. თქვენ როგორ ასე ვთქვათ შეაფასებდით იმ შანსებს, რომელიც აქვს საქართველოს და ჩვენს დღევანდელ პრეზიდენტს იმისათვის, რომ შეძლოს შეუძლებელი, ყოველ შემთხვევაში, რაც ვერ შეძლო საქართველომ თითქმის 10 წელი და ეხლა დაარწმუნოს რუსეთი, რომ ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ ეს არის აუცილებელი ჩვენი, ასე ვთქვათ, მომავლისთვის კი არა და ჩვენი როგორც ნება, ეს არის ხალხის ნება და ჩვენ ამას არ გადაუხვევთ და ეს არასოდეს არ იქნება რომელიმე ჩვენი მეზობლის საწინააღმდეგოდ. ეს შეუძლებელი იმის გამო, რომ საუბარი არა რუსეთზე, არამედ პუტინის ჩეკისტურ რეჟიმზე, რომელიც იანუკოვიჩის რეჟიმზე ნაკლებად კორუმპირებული სულაც არ არის. იცით რა, ელცინის დროსაც ვერ შეძრო შევარდნაძემ ეს სულ სხვა ვითარება იყო, უბრალოდ ვერ ჩავეტევეთ დროში, თორემ მოგიყვებოდით, ტყილა კი არ, თქვა გენშერმა ერთხელ ბონში როცა ვიყავი მითხრა, სხვაებიც ბრძანდებოდნენ, რომ შევარდნაძემ რაც შექმნა საგარეო პოლიტიკაში რეგიონში და რეგიონის გარეთ, საქართველოში ეს არის ჩვენთვის ორქიდეა საგარეო პოლიტიკის. გასაგები, ახლა ისევ მარგველაშვილს დავუბრუნდეთ. ახლა ნახეთ, მე მინდა სპენელმა კარგად ასე ვთქვათ აღიქვას ის, რომ მე ვარ თავისუფალი ექსპერტი და შემიძლია თქვა ის და ვალდებულიც ვარ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას ხელისუფლების წარმომადგენელმა, თუ პარლამენტის წევრმა, თუ მინისტრმა და ასე შემდეგ. მე შემიძლია უთხრა ხალხს, რომ რუსეთში არის ჩეკისტური ფიტპრობელური რეჟიმი პუტინისა, რომელსაც მტრის ხატი სჭირდება სასიცოცხლოდ, აი როგორც ჰაერი. იმიტომ რომ სხვა სალაპარაკო საკუთარ ხალხთან იმ ფონზე, რომ მიუხედავად რუსეთის წარმოუდგენელი მართა სიმდიდრეებისა, ნავთობი, გაზი და სხვა, იმ ფონზე რაცაც რუსეთი ყიდის ასე და აგერ ოლიმპიადა ჩაატარეს 51 მილიარდ დოლარად, რაც სრული რეკორდია ისტორიაში. ყველა ოლიმპიადა ისტორიაში ზამთრისა ერთად აღებული არ დამჯდა რამდენი, როგორც მაგალითი. აი ამ ფონზე სტაგფლაცია დაწყებული რუსეთში, ანუ ეკონომიკური სტაგნაცია პლუს ინფლაცია, რასაც აღიარებენ, რასაც ღიად ამბობს უკვე რუსეთის ცდა და ასე შემდეგ. აი ამ ფონზე ეს ჭირდებათ ჰაერივით. ანუ რამდენიც გინდა უხსენი დაიფიცი იციან შესანიშნავად ამერიკელებმა ბევრჯერ მისცეს გარანტია იმისა, რომ არავითარი ნატო არაფერი არ იქნება და ასე ვთქვათ დარდინო გაქვთ, მაგრამ სჭირდებათ. ეს ის რუსეთია. ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ნატო არ იქნება? ეს საკითხება ეს გადასწორ 2008 წლის შემოდგომაზე და ეს ღიად ასე ვთქვათ გითხრეს, ეს სააკაშვილმაც აღიარა თავის ცნობილ ინტერვიუში და ანუ მარგველაშვილმა რა უნდა გააკეთოს? მაგრამ ნახეთ რა არის საჭირო, არა მარტო მარგველაშვილმა, ჩვენმა ხელისუფლებამ და ძალიან კარგად დაიწყეს რაღაცები ჯერ ივანიშვილის დროს, უნდა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოს პუტინი და მისი დაჯგუფება, რომ მათ არ რჩებოდეთ არგუმენტი და საშუალება, თქვან რომ ეს არის მათ წინააღმდეგ. აი შესანიშნავი მაგალითია, როცა ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე, რატომ ახაც ალბათ ახსოვს, ლისაბონში იქნებოდა ეს თუ ბუდაპეშტში, ეუთოს დონეზე ძალიან არ უნდოდა რუსეთს, მაგრამ ხელი მოაწერა იმას, რომ აფხაზეთში მოხდა ეთნიკური წმენდა,
ძირითადად ქართული მოსახლეობისა. ისეთ მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული ყველა მხრიდან, რომ ერთში უნდა მოეწერა ხელი, ან და სტამბოლის გახსოვთ ბაზების გაყვანა. შევარდნაძემ ის შეძლო, რომ სტამბოლის ეუთოს სამიტზე უბრალოდ სხვა დასახევი არ ქონდა, თვითონ მოაწერეს ხელი იმასე და აიღეს ვალდებულება, რომ ამას გააკეთებდნენ და ბაზებს გაიყვანენ. აი ეს ამ ხრივ ივანიშვილის განცხადება მაშინ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, რომ არათუ მონაწილეობას მივიღებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უსაფრთხოებაში შევიტანოთ წვლილი. მაშინ ვინ ჩამოვიდა საქართველოში? რუსეთიდან კი არ ჩამოვიდა ვინმე, ამერიკიდან ჩამოვიდა მათი უშიშროების შესაბამის სამსახურის ერთ-ერთი პირველი პირი. მე არ მინდა შემეშალოს, იყო ეს ასე ვთქვათ CIA თუ სხვა, ჩამოვიდა მადლობით, რომ ეს გავაკეთეთ. აი ესეთი სერიალი იმისა, ესე იგი აგრესიული რიტორიკის მთლიანად მოხსნა, რაც განხორციელდა, ხო? აგრესიული რიტორიკა მოიხსნა. სულ არის განცხადება, როგორც ეს გუშინ იყო, რომ აი ამ გზაზე, ამ ძალიან რთულ გზაზე გარკვეული წარმატების მოპოვება შეიძლება, მაგრამ ვიდრე არსებობს პუტინი და მისი რეჟიმი, ხო? ვერავინ ვერასოდეს ვერ წაართმევს იმ ბოლო არგუმენტს, იმ ბოლო კარტს, რაც მათ აქვთ, თორე დერეფანია და ნატოს თელი ტვირთები ავღანეთში გადის რუსეთით და არა საქართველოთი. საქართველოს მაშინ და სააკაშვილს უარი უთხრეს ამერიკელებმა და სხვებმა. რუსეთით გადის. საერთოდ წვნები ტარდება ნატოსთან. გასაგებია. ბატონო გიორგი, თქვენ როგორ უპასუხებდით ამ შეკითხვას და რას ურჩევდით იმ ხელისუფლებას, რომელსაც სურს რუსეთთან ასე ვთქვათ, დიალოგის რეჟიმში გადავიდეს, ოღონდ იმ პირობით, რომ არანაირად არ იქნება ამით საქართველოს ინტერესები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ასე ვთქვათ, ხელყოფილი და უპირველესი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დასავლეთიც წლების მანძილზე გვირჩევდა, რომ რუსეთთან დიალოგის რეჟიმში გადავსულიყავით. თქვენ როგორ რჩევებს მისცემდით დღეს ხელისუფლებას? იცით, უნდა დავეთანხმო ჩემს წინა გამოსვლებს, ორივე ბატონ პეტრესაც და ბატონ კახასაც, რომ ერთის მხრივ ბუნებრივია ჩვენ რუსეთს ვერაფერს ვერ დაურწმუნებთ, ვერაფერში ვერ დავარწმუნებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ამაში დარწმუნება მას არ სურს. იმ მიზეზთა გამო, რა მიზეზებზეც ილაპარაკა ბატონმა პეტრემ. მეორეს მხრივ ჩვენი თავარი ამოცანა, როდესაც მე ვთქვი, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ ვიღაცის წინააღმდეგ არ მივდივართ, გულისხმობდი იმას, რომ ეს პირველ რიგში ჩვენ ვეგვჭირდება. იმისაც, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ვიღაცის წინააღმდეგ კი არ ვაკეთებთ ამას, რასაც ვაკეთებთ. ევროპული არჩევანი არის ჩვენი ბუნებითი არჩევანი, ჩვენი კულტურის ნაწილი და ჩვენი თვითმყოფადობის ნაწილია და ამიტომ ვაკეთებთ ამას და არა ვინმეს წინააღმდეგ. ეს ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში, ჩვენი რეალური განვითარებისთვის, ჩვენი რეალური წინსვლისთვის, ასეთად ჩამოყალიბებისთვის, როგორთაც წარმოგვიდგენია დღეს ევროპა, იმგვარად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა ეს ჩვენ ვიცოდეთ. რადგანაც თუ ვინმეს წინააღმდეგ რაღაცას აკეთებ, ეს ნიშნავს, რომ თუ ის ვინმე ჰიპოთეტურად აღარ იარსებებს, ამის კეთების ამოცანაც აღარ იარსებებს. და ეს კი ასე არ დგას ასე საკითხად. ის ვინმე რომაც არსებობდეს, მე ღრმად მჯერა და მწამს, რომ მაინც ეს იქნებოდა ჩვენი არჩევანი. აი ეს არის სათქმელი და ამისთვის არის ეს საჭირო და არა იმისთვის, რომ რუსეთი დავარწმუნოთ რამეში და იმან კარი ის დავთანხმდეს, რომ ჩვენ ამას ვაკეთებ და არა. და მეორეს მხრივ ბუნებრივია იმისთვის, რომ ჩვენ თანხმედრაში მოვდიოდეთ ჩვენ დასავლეთ პარტნიორებთან, რასაც ისინი გვეუბნებიან და როგორც ისინი პოზიცირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირი ზოგადად ასეთად რო ავიღოთ არის გაერთიანება რაღაცისთვის და არა ვიღაცის წინააღმდეგ. ამდენად აი ამ კონტექსტში მოხვედრისთვის არის ეს ჩვენთვის საჭირო და ზუსტად ამ კონტექსტის გათვალისწინებით არის ამაზე საუბარი საჭირო და ამის მტკიცება საჭირო. თუ შეიძლება ასე რო ვთქვათ. დიდი მადლობა. მე მეუბნება ჩვენი პროდიუსერი, რომ შესაძლებელია ბატონ ივანე მაჭავარიანს დაუბრუნდეთ. ბატონო ივანე, იმედია გესმით ახლა ჩემი ხმა. ძალიან ცუდად. ჩვენ კარგად გვესმის თქვენი ხმა და მთავარი ეს არის, რომ ჩვენმა მაყურებელმაც გაიგოს. ბატონო ივანე, ახლა ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რაც ფაქტიურად აღსანიშნავი იყო ბატონი გიორგი მარგველაშვილის გამოსვლაში, რომ მთლიანად ეს თქვენც აღნიშნეთ და ალბათ ძნელი არ დაგეთანხმოთ, რომ ეს იყო ღირებულებითი, ასე ვთქვათ, გამოსვლა, ეს იყო ტონი, რომელიც აბსოლუტურად
ტოვებდა, რომ დღეს გიორგი მარგველაშვილი არის საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და ის რომ მას ძალიან მძიმე მისია აკისრია, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ თუ შედგა პუტინთან შეხვედრა, მან უნდა შეძლოს, გადაიყვანოს ჩვენი ურთიერთობა დიალოგის რეჟიმში და შეძლოს შეუძლებელი, რაც წლების მანძილზე ვერ შეძლოს საქართველოს ხელისუფლებამ პუტინს დაუმტკიცოს, რომ ჩვენი სწრაფვა ევროპისკენ ეს არავის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი არ არის, ეს არის ჩვენი ნება და ის აუცილებლობა, რომელსაც ქართველი ერი მოითხოვს საკუთარი ხელისუფლებისგან. იცით რა, მე პირველ რიგში თუ შეიძლება ისე დავბრუნდები იმ ჩემს დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ კარგად გააცნობიეროს, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი არის საქართველოს სახელმწიფოებისთვის ზუსტად ის ბალანსი, რომელიც უნდა იყოს სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის. ეს იყო მთელი არსი იმ რეკომენდაციებისა, რომელიც ვენეციის კომისიამ ზუსტად ამ ხალხ კონსტიტუციასთან დაკავშირებით დადო. რა თქმა უნდა, იქ არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც მოითხოვს უფრო მეტ, ესე თქვა, დახვეწას, სადაც პრემიერ-მინისტრის ფუნქციები გარკვეულწილად იქნება გადანაწილებული პარლამენტთან. ეს პარლამენტს წევრებსაც ძალიან კარგად ესმის, რომ იყოს სახელმწიფოების შტოებს შორის ბალანსი, რომ არ აღმოჩნდეს სიტუაცია იმ პოსტსაბჭოურ რეალობაში, რომელიც მათ შორის ძალიან ბევრ ქვეყანამ განიცადა, როდესაც ერთი სახელმწიფო შტო გარკვეულწილად ცდილობს თავისკენ გაქაჩოს ეს საბანი და ამის გამო ბევრი პრობლემა შეიძლება შეიქმნას. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, როგორც ბალანსის თვითონ სახელმწიფო შტოებს შორის. გასაგანგებო კრიზისულ მდგომარეობაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პრეზიდენტს საკმაოდ კარგად აქვს გათვითცნობიერებული და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკურმა ელიტამაც გააცნობიეროს, სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებმა გააცნობიეროს. ჩვენ მხოლოდ 4 თვეა რაც ყავს ახალი პრეზიდენტი, ახალი ფუნქციებით. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რა ღირებულებების მატარებელი არის ეს პიროვნება, რა ხედვა აქვს ზოგადად და როგორ წარმოუდგენია მას თავისი როლი საზოგადოებაში და პოლიტიკურ ცხოვრებაში და თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი იყოს საზოგადოებისთვის, სახელმწიფოს თქვა ელიტისთვის, პოლიტიკური წრეებისთვის და თავისთავად მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნას სწორად აღქმული და შესაბამისად სამოქმედო, ესე ვთქვათ, რუქა განისაზღვრა ზუსტად იმ კომპეტენციებში და იმ ფასეულობებში და იმ ძირითად მიმართულებებში, რომელიც იქნა გამოსვლაში, რომელსაც პრეზიდენტი საკმაოდ სერიოზულად ვთქვათ, მუშაობდა და ვფიქრობთ, გარკვეულწილად დიდი ნაწილი მან თავისი ამოცანიშა შეძლო. რაც შეეხება, ესე ვთქვათ, პუტინთან შეხვედრას, იცით რა, მე არ მინდა რაღაც ინსინუაციებს ისევ რაღაც გავყვებით, რომ იმან რეპლიკის სახით თქვა თუ რა ფორმით თქვა სახელმწიფოების საკმაოდ სერიოზული სტრუქტურების მფლობელები არიან, შეხვდებიან კარასინი და აბაშიძე, იქნება საუბარი თუ რა გულისხმობდა პუტინის რეპლიკა, რადგან ეს კარასინმა თქვა, რომ ამ თემაზეც იქნება საუბარი, როგორც ჩანს. კარასინი არ იტყვის არაფერს ისე, რომ არ შეათანხმოს მის უშუალო ხელმძღვანელთან. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ პრეზიდენტმა მის გამოსვლაში ძალიან ცალსახად თქვა და არ არის გამოსვლაში, რომ ეს არის ქართული ხალხის არჩევანი. ეს არის ის, რაც ჩვენ გვანგვასხოვებს ძალიან ბევრი ქვეყნისგან პოსტსაბჭოურ სამყაროში, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზუსტად თავს მიიჩნევს ევროპის ნაწილად და ზუსტად იმ ფასეულობებიდან და იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც შედარების სახით იქნება თუ ზოგადად ჩვენი კულტურული, ფასეულობრივი თუ სხვა თვალსაზრისით ზუსტად ევროპის ნაწილს წარმოადგენთ ჩვენ და ის ესე ვთქვათ დამატებითი ეკონომიკური თუ სხვა კეთილდღეობა, რომელიც არის ევროპაში, რომ გადმოითარგმნეს საქართველოში და საშუალება მიეცეს საქართველოს გახდეს ზუსტად იმ ეკონომიკური პროცესების ნაწილი, რომელიც გრძელვადიანად მოუტანს საქართველოს იმ კეთილდღეობას, რომელიც განისაზღვრება ზუსტად იმ დამატებითი ინვესტიციები, დამატებითი ბიზნეს პროექტები, დამატებითი ტექნოლოგიების შემოტანი და ზოგადად ეკონომიკურ განვითარების თვალსაზრისით საქართველოს დამატებითი ინსტრუმენტები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვათავისუფლებს ჩვენს ვალდებულებებს და ჩვენ იმ გეგმებს, რომელიც თვითონ ჩვენმა მოქალაქემ თავის თავზე უნდა აიღოს, თავის ცხოვრება წარმართოს და ზუსტად ამაზეც იყო საუბარი გამოსვლაში, რომ ადამიანია უნდა იყოს ყველანაირად, ესე ვთქვათ, ხელშეწყობილი, რომ ის, ვისაც აქვს სურვილი, შესაძლებლობა, რომ მათ შეექმნას პირობები, ხელშეწყობა იყოს იმისთვის, რომ მან
თავისთვის რეალიზაცია მოახდინოს და იმ ადამიანების დიდ ნაწილს, რომელსაც გარკვეულად ეს პირობები არ აქვს და მათ ამ სახელმწიფო გვერდზე უნდა დაუდგეს, სოციალური იქნება ეს ჯანდაცვის, განათლების თუ სხვა სფეროებში და ამაზე პრეზიდენტმა ისაუბრა კიდევაც. დიდი მადლობა ბატონო ივანე. ბატონი მამუკა კუდავა შემოგვიერთდა და ბატონო მამუკა, ჩვენ სანამ თქვენ მობრძანდებოდით, ვისაუბრეთ გუშინდელ გამოსვლაზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში. ჩვენმა სტუმრებმა შეაფასეს ეს გამოსვლა და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. თქვენ წლების განმავლობაში საგარეო უწყებაში მუშაობდით, იყავით ელჩი და მაინტერესებს თქვენთვის საინტერესო რა მომენტები, ასე ვთქვათ, აღნიშნეთ და რა დაუშვათ მიგაჩნიათ კრიტიკის საგნად. მადლობა. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ის თუ რა სიტყოდა პრეზიდენტი თავის ყოველწლიურ გამოსვლაში საგარეო პოლიტიკის შესახებ. და თუნებას მომცემთ ამაზე გესაუბრებით, თუმცა კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ორი სიტყვით დასაწყისში. პირველი ის, რომ აშკარა არის, რაც სამწუხაროა, ის რომ ყალიბდება ეგრეთ წოდებული სისტემა, რაც ნაწილობრივ კონსტიტუციის ბრალიც არის ალბათ, იმიტომ რომ ნაჩქარევად და სხვა პირობებში იქნა შემუშავებული ეს მთავარი ტექსტი ქვეყნის მოწყობისა და ცხოვრებისა, რომ პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს, არის გარკვეულწილად დაძაბულობა, ალბათ გაუგებრობებით, სხვადასხვა პოზიციებიც. ეს აპრიორი არ არის ცუდი. ეს თქვენი ეჭვის, ასე ვთქვათ, ხო, ამას დავასაბუთებ. რომ ამ ჭორებს თავიდანვანებოთ და იმ ინსინუაციებს, რაც იქით-აქეთ გვესმის ხოლმე, რამდენიმე ფაქტი იყო, რაც ჯერ კიდევ პრეზიდენტის გამოსვლამდე იყო ნიშანდობლივი. ეს იყო მასიური კანონების შეტანა პარლამენტში, რომელიც პრეზიდენტის ფუნქციების და მისი მოვალეობების დევალვაციას ემსახურება, მას ჩამოაცილეს სხვადასხვა ფუნქცია, რაც კონსტიტუციით გააჩნდა, ეგრეთ წოდებული კანონების ან აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების განკარგულებების მიხედვით. 10 მაგალითი მინიმუმ შემიძლია დაგისახელოთ სხვადასხვა კანონის სხვადასხვა სფეროში. ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩემი თვალთახედვით არის მნიშვნელოვანი, არის უსაფრთხოების საბჭოს შექმნა, რომელიც შეიქმნა საერთოდ არა კონსტიტუციურად, არა კანონით, არამედ დადგენილებით მთავრობის და ამ შემდეგ მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არა ახს პატარა საკითხებია იმასთან შედარებით, რაც თვითონ გამოსვლაზე ვნახეთ. და ამის სახელით ყოველწლიური გამოსვლა რომელიმე პრეზიდენტის რომელიმე ქვეყანაში, რომელსაც მთავრობის წევრები და მთავრობის ხელმძღვანელი არ ესწრება. ეს არის აშკარა უპატივცემულობა პრეზიდენტის ფუნქციების მიმართ, რომ არ ვთქვათ ის სამარცხვინო ღონისძიება, ეგრეთ წოდებული არტ-ივენთი, რომელიც მოეწყო წინა დღეს პრეზიდენტის სასახლეში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეიძლება პრეზიდენტის, შეიძლება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან უპატივცემულობა სახელმწიფო სიმბოლოს შესახებ. პრეზიდენტი უნდა შევიდეს სასახლეში, რომელიც გახლავთ ჩვენი სახელმწიფო სიმბოლო და ყველა შემდგომი პრეზიდენტი უნდა აგრძელებდეს ამას. მემკვიდრეობითობა არის ძალიან დიდი მნიშვნელობის განსაკუთრებით ახალგაზრდა დემოკრატიაში. ბატონ მამუკა, გუშინ სხვათა შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამ სიმბოლოებთან დაკავშირებით ახსენა საქართველოს პარლამენტის შენობა, რომელიც ასევე ხელყოფილი იყო და დაუშვათ არ მოხდა მისი ასე განგრძობადობა, იმიტომ რომ ესაც საკმაოდ უხერხული მომენტი იყო, მე ასე ვფიქრობ. თქვენ ამაზე არ გაქვთ რეაგირება? ამაზე შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ თავარი არის ის, რომ თვალში შესამჩნევია ძალიან აშკარად უკვე ამ თვეებში უპატივცემულობა, დაკნინება ჩვენი საპრეზიდენტო ხელისუფლების და შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი დღეს არის ყველაზე ლეგიტიმური, არჩეული პოლიტიკური ფიგურა, სახელმწიფო ფიგურა ქვეყანაში. არც ყოფილი პრემიერი, რომელსაც არ უყრია კენჭი პირდაპირ, მისმა პარტიამ კი და მით უმეტეს არც დღევანდელი პრემიერი, რომელსაც საერთოდ არანაირი არჩევითი თანამდებობა არ აქვს დაკავებული, ის აირჩია მისმა პარტიამ და დანიშნა წინა პრემიერმა, ასე ვთქვათ, რეკომენდაციით, ასე რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის 60+
+% ხმა არის ყველაზე დიდი ლეგიტიმურობა. აქედან გამომდინარე ჩვენი სახელმწიფოებრივი ობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მის პოსტს, მის ფუნქციას ვცეთ პატივი და ეს პირველ რიგში უნდა დაიწყოს მთავრობა. ეხლა საგარეო პოლიტიკაზე რაც მან ისაუბრა, ჩემს ძალიან დადებითსაც ვიტყვი და უარყოფითად დადებითი ცალსახად ის არის რაც მან კარგად თქვა, ნათლად თქვა, ერთმნიშვნელოვნად რომ ჩვენი კურსი არის შეუქცევადი, არაფერი ჩვენ ვეღარაფერი დაგვაბრუნებს უკან. აირჩია ხალხმა, მოსახლეობამ, მთავრობებმა, სხვადასხვამ რამდენიმე კურსი ევროინტეგრაციის და ეს არის ისტორიული არჩევანი ჩვენი. უარყოფითი რაც შემიძლია თქვა ის იყო რომ მან ცალსახად არ დაასახელა ოკუპანტი ქვეყანა ვინ არის, მე მხოლოდ ერთხელ ახსენა ტექსტში ოკუპირებული ტერიტორიები, კარგია, კი ბატონო, მაგრამ ოკუპირებული ტერიტორიები არ ხდება რაღაც წარმოსახული ქვეყნების მიერ ოკუპირება, ეს ხდება იმ ქვეყნის მხრიდან, რომელთანაც ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს და უკრაინის მოვლენებმა ამ ტოებში უკრაინის მოვლენებზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, დიახ, და ალბათ პარალელებსაც გავავლენთ. დაკავშირება უბრალოდ რომ კარგად კიდე დაასაბუთა ის რომ არ შეიძლება ისეთი პოლიტიკის წარმოება, რასაც დღევანდელი ხელისუფლება უწოდებს ეგრეთ წოდებულ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. უკრაინამ ეს ცადა ძალიან ბევრი წელი ამ ხელისუფლებამ იანუკოვიჩისამ და პასუხად მიიღო, კარგად ვიცით, რაც მიიღო და როგორც დაამთავრა. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულ პოზიციას, სახელების დარქმევას იმ პროცესებისათვის, რასაც ქვია ოკუპაცია, არ უნდა ავარიდოთ თავი ამას. გმადლობთ ბატონო მამუკა. ბატონო ივანე, იცით რა, მე დაგისვით შეკითხვა მთავრობის წევრების არ დასწრებასთან დაკავშირებით. ეხლა ბატონმა მამუკამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ეს უხერხული მომენტი იყო. მე მაინტერესებს, არ შეიძლება არ დავეთანხმოთ, რომ ბატონი პრეზიდენტი დღეს ყველაზე ლეგიტიმურია, თუნდაც გუშინ ტელეგამოკითხვები, როდესაც ფასდებოდა, რამდენ ადამიანს მოეწონა მისი გამოსვლა პარლამენტში, აღმოჩნდა, რომ 100-დან 60% დადებითად აფასებდა. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობაში საკმაოდ, ასე ვთქვათ, რეიტინგული ფიგურაა და ამ დროს არც ერთი მინისტრის არ ყოფნა პარლამენტში. თქვენ იცოდით, რომ არავინ არ მოვიდოდა მთავრობიდან? ჩვენ ეს გავიგეთ და რა ვიცი, ხა მათ გადასაწყვეტია და პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, ხა მათ ჩათვალეს, რომ ეს ახალი კონსტიტუციური წყობა არ ავალდებულებთ მაგ პრეზიდენტს გამოსვლაზე ყოფნას, კიდევ ერთხელ ეს დაიხოცება ალბათ გარკვეული ადაპტაციის პერიოდი არის, გარკვეული თქვა ახალი ესე ვთქვათ კონსტიტუციური ფორმები, რომლებიც თავარი კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მე მინდა დაუბრუნდე ბატონ მამუკას არგუმენტებს. მე იცით არის, რომ თვითონ პრეზიდენტს საკმაოდ კარგადაა გათვალისწინებული პრეზიდენტის საპრეზიდენტო ინსტიტუტის მნიშვნელობა, მის გამოსვლაში გამოიკვეთა, იქ ცალსახად ჩანს ის, რომ მას აქვს გეგმები იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც მას კონსტიტუციის ესე ვთქვათ დარჩა და ის რაც გულისხმობს საპარლამენტო ნახევარ საპრეზიდენტო ესე ვთქვათ სისტემას, უშუალოდ საბჭო იქნება ეს თავდაცვის სფერო თუ საგარეო მიმართულების ვთქვათ წარმომადგენლობითი ფუნქცია, რაც ზოგადად განსაზღვრულია 2013 წლის საპარლამენტო რეზოლუციით და თავისთავად ეს შეახსენა პრეზიდენტმა. მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას, რომ აქ არ არის არაფერი საჭირო ზედმეტ დალღების შექმნა. ეს მიანიშნებს იმას, რომ პრეზიდენტის მიაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად ამ ინსტიტუტის თქვა დამკვიდრება, პრეცედენტის შექმნა, როდესაც საპრეზიდენტო ინსტიტუტი არის ასე ვთქვათ ბალანსი და იმ შტოებს შორის ასე ვთქვათ გაშორება, გაყოფა იქნება აღმასრულებელი საპრეზიდენტო თუ საგანმანათლებლო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის, რაც გიორგი მარგველაშვილისთვის არის ასე ვთქვათ შორით მოთრეული არ არის, ეს მან ძალიან კარგად იცის, როგორც ვთქვათ ადამიანი, რომელიც აკადემიური წრეებიდან იცვეს ამას, მან თვითონ თავის თავზე განიცადა 90-იან წლებში, როდესაც იქ სწავლობდა და ეს არის ძალიან ღირებული მიმართულება და ასევე დამოუკიდებლობა როგორც პოლიტიკოსის, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად თანხმდება, მაგრამ ისიც რომ მას აქვს თავის კონკრეტული ხედვა, კონკრეტული განცდა სხვაობა და თავისთავად ეს გამოიხატება ხოლმე პერიოდულად, ეს უნდა მივიღოთ როგორც ჯანმრთელი პროცესი, სხვა შემთხვევაში მართლა რაღაც ისე არ გამოვიდეს, რომ რაღაც გამეორება არ გამოვიდეს იმის რის გამოც, რის განაც ჩვენ ესე ვთქვათ მოსახლეობამ
თავისთავად უარი უთხრა ნაციონალურ მოძრაობას. დიდი მადლობა ბატონო ივანე. ეხლა ვნახოთ მაყურებელი რას გვეკითხება სოციალური ქსელებით, შემდეგ რეკლამაზე გავალ და დავბრუნდებით უკრაინის თემით, ვისაუბრებთ რა ხდება დღეს უკრაინაში და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებით ჩვენ საქართველოს ყურადღება მაშინ, როდესაც აგერ აგვისტოში უკვე მოგვიწევს ასოცირებაზე ხელმოწერა. ნატო რას გვეკითხება მაყურებელი? პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია გამოხმაურება. მე რამდენიმე კითხვას გამოვყოფ. ერთი კითხვა ბატონ ივანესთან განიხილავს თუ არა პრეზიდენტი აულაბრის რეზიდენციაში დაბრუნების გადასვლის შესაძლებლობას. კიდევ ერთი როგორ შეაფასებთ ოპოზიციის გამოსვლას პარლამენტში? რამდენად კონსტრუქციული და საქმიანი იყო მათი კრიტიკა და რა უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტმა ოპოზიციის მოსაზრებებიდან? გამოსვლამდე კეთდებოდა პროგნოზი, რომ საფუძველი ჩაეყრებოდა ახალი ტიპის საპრეზიდენტო გამოსვლას პარლამენტში. გამართა თუ არა ეს პროგნოზი? ეს კითხვები არის შემოსული პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით. ბატონ კახა, იქნებ თქვენ გვიპასუხოთ პირველად აი ამ შეკითხვებზე, რომელიც მაყურებელს მე ზუსტად ძალიან კარგი აულაბრის რეზიდენციასთან დაკავშირებით მე არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი რაღაც შეშფოთება, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს არის ძალიან დიდი დახარჯული თანხა, უზარმაზარი შენობა, წარმოსადეგი, ნამდვილად გადაიქცა სიმბოლოდ რაღაც ძალაუფლებისა, არ აქვს მნიშვნელობა მოსწონს ვიღაცას თქვა პრეზიდენტი სააკაშვილი ან მისი მმართველობის წესი თუ არა და რა მოხდა საქართველოში, როგორ შეიცვალა ხელისუფლება და ეხლა ახალი ტიპის კონსტიტუცია გვაქვს თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს შენობა თავისი ყველაფრით, თქვათ იგივე მაგალითად თავისი ადმინისტრაციული შესაძლებლობებით, რომ იქ ადმინისტრაცია განლაგდეს და განთავსდეს, ხო? თავისი უსაფრთხოების, თქვათ, შესაძლებლობებით, რომ იქ უსაფრთხოდ მოხდეს მაღალი, თქვათ, სტუმრების მიღება და ასე შემდეგ. თავისი მდებარეობით და თითქოს ეს პასუხობს ყველა კრიტერიუმს იმისთვის, რომ სახელისუფლებო სიმბოლო იყოს ეს. მე მაგალითად პირველ რიგში რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს გაეგრძელებია იქ თავისი არსება, მიუხედავად შემცირებული ფუნქციებისა. მეორე, თუ თქვათ ეს არ სურს პრეზიდენტს და მას აქვს სხვა წარმოდგენა ამასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იქ ერთი კაბინეტი მაინც უნდა კონდეს მას და უნდა კონდეს აუცილებლად შეხვედრების შესაძლებლობა. ეს ერთი, მეორე, შეიძლებოდა ასევე ამ შენობაში მაღალი დონის შეხვედრები ჩაეტარებინა ასევე პრემიერ-მინისტრს და შესაძლებელია და ძალიან კარგი იქნებოდა თუ იქ გადავიდოდა მაშინ, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრო მაინც, იმიტომ რომ ის პრაქტიკულად უზრუნველყოფდა ამ შეხვედრების ორგანიზებას და პრაქტიკულად ეს იქნებოდა ძალიან კარგი მე მგონი სახელმწიფოსთვის. თქვენ ბატონ პეტრე, როგორ შეაფასებდით ოპოზიციის, ასე ვთქვათ, გამოსვლას გუშინ? თუ შეიძლება მაინც ვიტყვი შენობაზე, მაინც თქვენი ნებართვით. ისე შეკითხვა ბატონ ივანესთან იყო ძირითადად. კალიგულა სხვა არ იტყვის აქ და მე ვიტყვი. კალიგულა სასახლე დაარქვეს მაშინათ უცხოელებმა და ეს დაიბეჭდა უცხოელ პრესაში, რომ ეს არის კალიგულას სასახლე. არ დამოიწდება, როცა ბუნდესტაგის წევრებმა ვისაც ხვდებოდი ის რომ ეს ობიექტები ჩანდა, მითხეს რომ ლაპარაკიც კი არ არის საჭირო. აი სასახლე, აი შუშის ხიდი, აი განათებული ანძა. აი ავტორიტარიზმის ყველა სიმბოლო სახეზეა. აბა ნახეთ, როგორი რეზიდენციებია თუნდაც გერმანიაში, ბალტიისპირეთში თუნდაც ბალტიისპირეთის გაცილებით ჩვენზე მდიდარი სახელმწიფოებია დღეს და ასე შემდეგ. ასე რომ ის რომ ინტელიგენტი ადამიანი მარგველაშვილი და მას ვიცნობ 92 წლიდან, ეხლა ვფიქრობდი 92 წელს გავიცანი და ოჯახის შვილია, იქ არ შევიდა და არა მარტო ეს მისი გადაწყვეტილება იყო. რა თქმა უნდა, აი როგორც მას არ გადაუწყვეტია, რომ ირინა იმერჯიშვილი დაუნიშნეს უშუალოდ საბჭოს დივნად და არც ხეცლად ჩაუტარებია უშუალოდ საბჭოს ხდომა, ამის ნაცვლად პრემიერმა შექმნა რაღაცა და ის ატარებს. ისესაც არ გადაუწყვეტია, მაგრამ ვიცნობ რომ მას არ მიკვის რომ აი თვითონაც ამის მომხრე იქნებოდა, რა თქმა უნდა. ოპოზიციის გამოსვლას ოპოზიციის მე გამოგიტყდებით მოხდა ისე გამოდიოდი რამოდენიმე ადგილას რომ ყველაფერი ვერ ვნახე. მაგრამ რასაც უყურე და მოვისმენე, მე კონსტრუქციული ვერაფერი ვერ შეამჩნიე. მახსოვს გოკა გაბაშვილის კივილი, რომ როგორც იუშენკო ჩამოვიდა მაშინ ომის დროს და დაგვიდგა გვერდში, აი ეს უნდა, ასე ვთქვათ, მოქმედებს დღემდე ხეს კიდე კარგი ასე არ მოქმედებს. ეს ხდებოდა ის, რაც უნდა პუტინს. სააკაშვილი მუდამ ასრულებდა იმას, რაც უნდა და პუტინს და ამაზე ლინკონ მიჩელმა, თომას დევალმა, სხვებმა დაწერეს.
ხომ? და კიდე კარგი რომ ეს არ გაკეთდა, მე ამის მადლობელი ვარ დღევანდელი ხელისუფლების. ბატონო გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, დაანონსებული ახალი ტიპის, ასე ვთქვათ, საპრეზიდენტო გამოსვლა პარლამენტში ვიხილეთ ჩვენ გუშინ? და ოპოზიციასთან დაკავშირებით ეს თქვენი კომენტარი. უკაცრავად რას გულისხმობთ დაანონსებულ არა, აი ის კითხვა იყო მაყურებლის, რომ ანონსირდებოდა, რომ სრულიად ახალი ტიპის გამოსვლა იქნებოდა. იცით ვერ გეტყვით არ მახსოვს ანონსი ამის შესახებ ასეთი თუმცა უნებრივია მე უკვე ვისაუბრე იმაზე რომ ტიპი გამოსვლის და ფორმა გამოსვლის იყო უნებრივია სხვანაირი და სხვაგვარი რაღაცა ის არ შეიძლებოდა სხვა ის ყოფილიყო ისეთი როგორც იყო მანამდე როგორცაც ჩვეული ვიყავით მანამდე იმ რიგი ობიექტური მიზეზების გამო რომელიც უკვე რაც შეეხება ოპოზიციას ბატონ გიორგი აი აქაც ძალიან მიჭირს უწოდო იმ რაღაც იმ გამოსვლებს კონსტრუქციული იმდენად ამდენთაც არ იყო იქ რაღაცა თქვათ საუბარი იმაზე რომ რა უნდა გაკეთდეს და ასე შემდეგ და უფრო აი ეს ემოციური გამოსვლები იმაზე რომ რაღაც უფრო მეტად ემოციური უნდა იყოს თურმე პრეზიდენტიც რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია იმიტომ რომ თავად პრეზიდენტმაც აღნიშნა თავის გამოსვლაში რომ ის არ შეიძლება მას ჰქონდეს ემოციური პოზიცია ან და ექსპერტული პოზიცია ის არ არის ამისგან თავისუფალი მისი ყოველი სიტყვა ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოს მოუწევს ამაზე პასუხისგება და ჩვენ ერთხელ უკვე ვაგეთ პრეზიდენტის ასეთ ემოციურ გამოსვლებზე პასუხი და მე არ მინდა არ მსურს რომ მომავალშიც მოგვიწიოს ასეთ რამეზე პასუხისგება მაშინ როცა აქედან გამომდინარე არ შეიძლება ჩვენი პრეზიდენტის ან ჩვენი პოლიტიკოსის ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპოზიციას მეტი თავისუფლება აქვს როგორც წესი რაღაცებთან დაკავშირებით მე არ მსურს პრეზიდენტის ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის პოზიციები განსხვავდებოდეს ჩვენი პარტნიორების პოზიციებისგან და იმ ფორმებისგან რა ფორმებითაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ მადლობს ბატონ გიორგი შეფასებას ამა თუ იმ მოვლენის ბატონ მამუკა თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად კონსტრუქციული იყო და რამდენად საინტერესო ოპოზიციის გამოსვლა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ? და ის შენიშვნები, რომელიც გაკეთდა, რამდენად საფუძვლიანი იყო და საქმიანი? სამწუხაროდ ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ სწორედ მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობის, ანუ პირველ გამოსვლებს რეაქციებს უყურებ, შემდეგ ვერ მოვახერხებ. მათში გამოყოფდი ირაკლი. თქვენ რო ყოფილიყავით ოპოზიცია, აი რას ეტყოდით პრეზიდენტს დაუშვათ? მე ძალიან მომეწონა ირაკლი ჩიქოვანის გამოსვლა, რაც ვნახე, სხვებზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ აბსოლუტურად არა კონტექსტური გამოსვლები იყო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერის და მათი კოლეგების. მომეწონა ირაკლი ჩიქოვანის გამოსვლაში აქცენტი ევროინტეგრაციაზე და იმ სახელმწიფოებრივ აღქმაზე პრობლემებისა რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ. მე რო ყოფილიყავი ხო გინდა ოპოზიცია დამარხვით გინდა უმრავლესობის მომხრე აღნიშნავდი რამდენიმე მომენტს საგარეო პოლიტიკაზე გესაუბრეთ უკვე მეორე ის რომ სახელმწიფოს მეთაურს პრეზიდენტს რომელიც არის უმაღლესი მთავარსარდალი არსებული კონსტიტუციითაც მას სწორედ ამ კონსტიტუციის მიხედვით აქვს უამრავი ის ფუნქცია და მოვალეობა, რომელიც მან შეიძლება რომ შეასრულოს. აშკარა დაკნინების და მასთან ეგრეთ წოდებული გაფერფთალების რეაქციების მიუხედავად თავრობის თუ სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ფიგურანტების მოქმედი პირების მხრიდან მას მის მარიფატზე, მის შესაძლებლობებზე და მის შემართებაზეა ძალიან ბევრი დამოკიდებული. ეს გვჭირდება ჩვენ მოქალაქეებს და ჭირდება სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე სრული სოლიდარობა მინდა გამოვხატო პრეზიდენტის ფუნქციის მიმართ და მოუწოდებდი ეხლაც მოუწოდებ პრეზიდენტს რომ მეტი აქტიურობა გამოიჩინოს სხვადასხვა სფეროში და იხელმძღვანელოს კონსტიტუციით. გმადლობთ. ბატონო ივანე, თქვენ ალბათ გქონდათ შემდეგ საუბარი ბატონ პრეზიდენტთან და აი ოპოზიციის, ასე ვთქვათ, შენიშვნებიდან რომელიც შეიძლება გაიზიაროთ და რაც შეეხება საპრეზიდენტო რეზიდენციას, გუშინ იქ ითქვა, რომ შეიძლება გაცვლა მოხდეს ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით ითქვა, რომ საქართველოს ასე ვთქვათ, პარლამენტის შენობაში ქუთაისიდან გადმოსვლა გაიცვალოს დაუშვათ საპრეზიდენტო რეზიდენციაში პრეზიდენტის დაბრუნებასთან. ეს რამდენად შეიძლება რეალურად მოხდეს? აი, მაინტერესებს თქვენი მოსაზრება.
პირველ რიგში მინდა ძალიან მოკლედ გიპასუხოთ იმ კითხვაზე, რომელიც შეეხება თვითონ ოპოზიციის შენიშვნებს თუ კონკრეტულ კრიტიკას. პრეზიდენტმა ზუსტად სადაც ჩათვალა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეპასუხა და დაინახა იმ არა ის თქვა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური კონტექსტი პარლამენტის, სადაც უნებისმიერ დეპუტატი ცდილობს თავის წარმოჩინას, თავის ასე ვთქვათ, ამორჩეულზე მუშაობას და ასე შემდეგ. მაგრამ იყო მთელი რიგი საკითხები, რომელიც თავისთავად შეეხებოდა ეკონომიკას, არ შეიძლება რომ პრეზიდენტი ვერ ხედავდეს იმას, რომ გაცილებით მეტი და სერიოზული ნაბიჯები არის გადასატანად იმისთვის, რომ ის რაც ითქვა მთავრობის მიერ შესრულდეს და დაიწყოს ეკონომიკური ზრდა და ის პროგრამები, რომელიც ხელშეუწყოს ეკონომიკის გაჯანსაღებას და ინვესტიციების ზრდას, ამაზე მან ისაუბრა და ისაუბრა იმ ტენდენციებზე, რომელიც ზოგადად ასევე შეფასებულია საერთაშორისო საფინანსო თუ ეკონომიკური ინსტიტუტების მიერ, რომ თუ შენარჩუნდება ეს ტენდენციები, საქართველოს აქვს რეალური შანსი, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, თქვათ, გარკვეული წინსვლა კონდეს. ასევე ისაუბრა თავდაცვის სფეროზე, იყო კონკრეტული კითხვები, რომელიც წამოვიდა უმცირესობის ერთ-ერთი წარმოადგენლებიდან, რომელმაც შესაბამისად მოუწოდა მას, თქვათ, მეტად დაინტერესებული კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც გიორგი მირანგულაშვილს ჰქონდა თავისი კითხვები, თავისი, თქვათ, უკვე ჩახედულობა, იქნებოდა ეს რეზერვის მიმართულებას, თუ ვეტერანთა მიმართულებას, თუ ზოგადად აკადემიის განვითარებას, ზოგადად თავდაცვის, მათ შორის წარმოებაზე. ესე თქვა დიალოგი შედგა. ახლა შეფასებები, ეპითეტები, ვის რა უნდა რომ დაეხა, ახლა იქნებოდა ეს რაღაც აბსურდი სერგეი. არა, ჩვენ არსებით საკითხებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა. ეს ისეთია, პოლიტიკოსების საქმეა, რომ ერთმანეთს მით უმეტეს პირდაპირ ეთერში როდესაც ხდომა, იქ რა თქმა უნდა, ამას ნუ ეს მათი საქმეა. მე არა ვარ პოლიტიკურ თანამდებობაზე ამ თვალსაზრისით, შემიძლია გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ კარგად გაართვა პრეზიდენტმა თავის ფუნქციას და რაც შეეხება რეზიდენციას, ეს თავისთავად ახლა მე ბატონ პეტრეს ასევე ვიცნობ დიდი ხანია, ახლა გითხრათ, რომ ეს გიორგი მარგულაშვილის ასე ვთქვათ გემოვნებაში არის, რაც მას მიხეილ სააკაშვილის გემოვნებაში არის პიროვნულ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ეს ორი ცალ-ცალ მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ეს იქნა მიღებული კოალიციაში გადაწყვეტილება, რომ ის ახალი შენობა, რომელიც ათონელზე ესე ვთქვათ არის რესტავრაციის თუ მშენებლობის პროცესში, უნდა დამთავრდეს პრეზიდენტის რეზიდენცია, განსაზღვრული იყო, რომ იქ აღმოჩნდებოდა, საკმაოდ გაიწელა სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ თავისთავად არასდროს არ უთქვია არც ერთ პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის პრეზიდენტს, ეს არის მისი კაპრიზი, რომ მას უნდა დარჩეს ის სახელმწიფო საზოგადოებრივ ხალხის სამსახურში უნდა იყოს. ეს არ არის, არ ექვემდებარება არც ჩუქებას, როგორც ახასიათებდათ ერთგვარად ზოგ-ზოგი ერთებს და არც ესე ვთქვათ გასაყიდად არის გამზადებული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საჭიროებიდან გამომდინარე, დარწმუნება გამოყენებული იქნება, მაგრამ ოდესაც არის ორი პირი, სახელმწიფოს მეთაური და ასევე მთავრობის მეთაური, არამიზა შეწყვეტილად მიმაჩნია მიუხედავად სურვილებისა, რომელიც გამოითქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო განთავსდეს, იმიტომ რომ ჩვენ ესე ვთქვათ, ის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აქვს, რომელიც ესე ვთქვათ, ყველა ძირითადი ფუნქციიდან თვითონ არის დაფუძნებული, აქ არის სახელმწიფოს მეთაური, ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ფუნქცია, სახელმწიფო მთავრობის მეთაური და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ვიზიტები დაგეგმილი, რომელიც პრეზიდენტები იქნებიან ჩამოსულები, გეგმავენ, იქნება ეს რეგიონის, ევროპის ქვეყნები, ასევე პრემიერ-მინისტრები და თავისთავად ალბათ იქნება გადაწყვეტილება მიღებული თუ სად და როგორ მოხერხდეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის 2014 წელს ვიზიტების სწორად ორგანიზება, რომ საქართველოს დაადასტუროს, რომ ის არის ჩამოყალიბებული ევროპული დემოკრატია, რომელიც ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რიგებში. გმადლობთ, ეხლა ჩვენ რამდენიმე წუთიან რეკლამაზე გავალთ, შემდეგ კი დავბრუნდებით და ვისაუბრებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და დავაპარალელებთ მას ჩვენს სავარაუდო სამომავლო გეგმებთან. ეპიცენტრი კვლავ პირდაპირ ეთერშია. ვბრუნდებით უკრაინის თემით. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იანუკოვიჩი გადადგა არ დადასტურდა, მაგრამ დასტურდება ის, რომ ყირიმის უმაღლესმა საბჭომ ყრილობაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად სამხრეთ აღმოსავლეთ უკრაინაში იგი იღებს პასუხისმგებლობას, ასე ვთქვათ,
შექმნილ ვითარებაზე მოუწოდა აგრეთვე მოქალაქეებს, რომ აქტიურად ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან და მოხდეს მათი თვით ორგანიზება. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, მით უმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ განთავისუფლებულია ტიმოშენკო და იყო ასეთი საუბარიც, რომ იანუკოვიჩის გადადგომასთან დაკავშირებით შეიძლება ტიმოშენკოს პრეზიდენტობაზეც ეყარა კენჭი. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რუსეთი კვლავ, ასე ვთქვათ, ანხორციელებს იმ ვერაგულ გეგმას, რომელიც ალბათ საბოლოოდ შეიძლება ვივარაუდოთ უკრაინის დანაწევრებაში გადაიზარდოს. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას? ბატონო მამუკა, თქვენი აზრი მაინტერესებს უპირველესად ამასთან დაკავშირებით. პირველი იმის თქმა ცალსახად შემიძლია, რომ ლაპარაკი ორ უკრაინაზე, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებზე მოკლებულია საფუძველს. ეს არის ძალიან გაბუქებული ისტორია კრემლის პროპაგანდის მხრიდან. ყირიმი სხვა საკითხია. ყირიმი ცოტა სხვა საკითხია, რთული საკითხია, ადვილ-ნამდვილად არ არის, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ რუსოფონული, ანუ რუსულად მოლაპარაკე აღმოსავლეთ ნაწილი გამოეყოფა და იქ დასავლეთი სხვა მიმართულებით არის აბსოლუტური სიცრუა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო არგუმენტი 15-20 წლის წინ, მაგრამ დღეს უკრაინის ორი რევოლუციის შემდეგ, პირველი 2004-ში ნარინჯისფერი და დღეს უკვე დემოკრატიული ახალი რევოლუციის ფარგლებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინა შედგა როგორც სახელმწიფო და ჩამოყალიბდა უკრაინული ეროვნული იდენტობა. აქედან გამომდინარე, ყველა მოსაზრება და მცდელობა რუსეთის მხრიდან, რომ გაყოს ქვეყანა, არ გამოვა. სეპარატიზმის და გარკვეული პრობლემების შექმნა მას შეუძლია და ყირიმის სწორედ ეს გადაწყვეტილება, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, ამისი დასტურია. რთული ამისი პრობლემის ზრდება როგორ განვითარდება, მაგრამ იქაც არ არის სიტუაცია ერთგვაროვანი, არ არის ისე, რომ მთელი ეს მოსახლეობა და ყველა იქ ცხოვრები, ეთნიკური ჯგუფი, ყირიმელი თათრები იქნებიან, უკრაინელები, რუსები და ამ შემდეგ გამოხატავენ პოზიციას, რომ გამოეყონ უკრაინას, ასე არ არის. მოლაპარაკებების საკითხია, ეს არის ძლიერი ეკონომიკური ფაქტორი, რაც იქ ჩარეულია და იმედია, რომ შემდეგი ხელისუფლება დემოკრატიული, რომელიც არჩეული იქნება, უკვე ლაპარაკია, რომ რამდენიმე თვეში შედგება საპრეზიდენტო დეკემბრისთვის, დიახ. არა, იქამდეც უკვე კლიჩკომას თქვა, რომ შეიძლება უფრო მალე შედგეს. ამის შემდეგ შეგვიძლია ლაპარაკი, რომ ყირიმიც გარკვეულწილად მოაგვარონ. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ძალიან მნიშვნელოვანი ერთი საკითხი, რომ ის დემოკრატიული რევოლუცია, რომელიც მოხდა, უკვე სახეზეა უკრაინაში, არის არა მარტო უკრაინისათვის მნიშვნელოვანი, არამედ ჩვენთვის უაღრესად აქტუალური. იმიტომ რომ ეს არის მესამე ტალღა იმ შესაძლო გაფართოებისა, რომელშიც ჩვენც ჩავერთვებით მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. გაფართოებაში გულისხმობ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პირველი ტალღა, როცა შევიდნენ ნატოში და ევროკავშირში, შემდეგ 10 ახალი ქვეყანა, რომელიც 2004-ში და ეხლა არის მესამე ტალღა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ და რომელშიც ჩვენ სავარაუდოდ და ანუ თქვენ გამორიცხავთ რუსეთის და ისა უკრაინის დანაწევრებას. გამორიცხვა არაფერს არ შეიძლება, ყირიმმა შეიძლება შექმნას გარკვეული სეპარატისტული პრობლემა, მაგრამ რომელიც მოგვარებადია ჩემი აზრით. ბატონ კახა, თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ განვითარდება მოვლენები? მით უმეტეს ტიმოშენკოს გამოსვლით ოპოზიცია ასე თუ ისე გაძლიერდა, ხომ? რა მას აქვს თავისი რაღაცა გავლენა? დიახ. ნუ პირველ რიგში საბედნიეროდ ყველა ცუდი სცენარის განვითარება ახლა არის ნაკლებად სავარაუდო, იმიტომ რომ არ მოხდა ანუ სამოქალაქო ომი უკვე იმედია რომ არ ჩაერია სამხედრო ძალა კონფლიქტში, არ მოხდა სამხედრო ძალის დაყოფა ორ საპირისპირო ბანაკად და ამის საფუძველზე რაღაც შეიარაღებული კონფლიქტი მთელს უკრაინაში. არ მოხდა ამის საფუძველი, ეს თქვა ჩვენ ვიხილეთ, რომ უკრაინაში მშვიდობიანად განვითარდა საბოლოო ჯამში მოვლენები, მიუხედავად დიდი დანაკარგისა, რომელიც განიცადა უკრაინელმა ხალხმა, მათ მოიპოვეს ბრძოლით და მსხვერპლით, აი ეს მშვიდობიანი, ეს თქვა ახალი გარემო და ახალი რეალობა. მე მგონია, რომ ძალიან გაუჭირდება ნებისმიერ ძალას სერიოზული სეპარატისტული რაღაც დაპირისპირების ან თუ გნებავთ ომის პროვოცირება, ესეთი შეიარაღებული კონფლიქტამდე რომ მივიდეს, აი ესეთი სახით პროვოცირება კონფლიქტისა, იმიტომ რომ
ის ძალა, რომელიც თქვათ ითვლებოდა პრორუსულ ძალად უკრაინაში, დღეს დისკრედიტებულია საკმაოდ ძლიერ, იმიტომ რომ მათ დაღვარეს სისხლი, მათ ვერ მოახდინეს თქვათ ერის გამთლიანება, ვერ მართეს სიტუაცია და ასე შემდეგ. ძნელია რომ მათ მოიპოვონ სერიოზული ხარდაჭერა უკრაინის თურმეულად აღმოსავლეთ რეგიონებში, რაც შეეხება ყირიმს. ხო, კი ბატონო. ბატონ პეტრო, თქვენ როგორ პროგნოზს აკეთებთ? რთული პროგნოზია. ნაწილობრივად ვეთანხმები იმას, რაც აქ უკვე აღინიშნა. ერთი ყირიმის პრობლემა ცნობილია. მეორე, რა თქმა უნდა, იანუკოვიჩის ფაქტორი, რომელიც იყო არანახულად მტაცებელური, ასე ვთქვათ, პოლიტიკის გამტარებელი და უკრაინას აქვს 59 მილიარდი დოლარი საგარეოვალი და ასე შემდეგ. კორუფციის არნახული დონე. მართლა არავის არ უნდა და იანუკოვიჩი ბოლოს მისი ლეგიტიმურობა დამთავრდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ უკრაინაში ეს სწორია და მართალია. იანუკოვიჩი დღეს ის ფაქტორია, რომ ისევ ლიდერობს და ხარკოვში ჩავიდა და მრავალათასიან მიტინგს ატარებს, რომელიც პირიქით აჩერებს პროცესებს, მაგრამ პუტინის ჩეკისტური რეჟიმი აწი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, ყველაფერს რაც კი არის ბერკეტები, რომ მოხდეს განხეთქილება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შესწორება შევიტანო. იმაზე კი არ იქნება საუბარი, რომ აღმოსავლეთი უკრაინა და ყირიმი გამოეყოს მთელ უკრაინას და შევიდეს რუსეთში. აგერ პუტინმა ისიც არ დაუშვა ჯერ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეერთებოდა რუსეთს, ეს არ სჭირდებათ ამ ეტაპზე. მაგრამ ის რომ განხეთქილება მოხდეს, რომ აქ იყოს საკუთარი ხელისუფლება, პარლამენტი და ასე შემდეგ და კრემლმა რომ ეს გამოიყენოს და აი ეს ნაწილი და მე ხარკოვში მუშაობდი 3 წელი, ჩავდიოდი როგორც ფიზიკოსი, მსოფლიო ცენტრი, ხარკოვის ფისტეხი. პირველი ციკლოტრონი ევროპაში გაკეთდა, მე მინდა იცოდეთ რა დონეა საერთოდ უკრაინაში. მსოფლიოს ყველაზე დიდი სარაკეტო კომპლექსი დამზადების რაკეტების უკრაინაშია და ასე შემდეგ და მე უკრაინული სიტყვა არც ერთი არ გამიგია. ნამდვილად ამ ადამიანებს ჰქონდათ და ეს აჩვენა ისტორიამ, რომ ერთიან უკრაინაში დამოკიდებულ უკრაინაში ყოფნა უნდა და რუსეთის შიგნით, მათ შორის რუსებიც არიან, ბევრი და სხვები, მაგრამ აი ის სრულიად სიმბოლური თორე ასოციაციის ხელშეკრულება და ევროინტეგრაცია სადეს თურქეთს აქვს ხელი მოწერილი და სირიას, ხო? იგივე ხელშეკრულებაზე სად არის, ხო? მაგრამ აი ყოველხრივ პედალირება იმისა, რომ აი თუ თქვენ ნატოში მიდიხართ და იქნებით ნატოს წევრები, ჩვენ არ გვიდა, ჩვენ გვირჩევნია რუსეთთან და ეს იქნება ინიცირებული პუტინის ჩეკისტური რეჟიმის მხრიდან და იანუკოვიჩი არ გადადგა და არც აპირებს გადადგომას, იმიტომ რომ პუტინის რეჟიმი მას ბოლომდე ეცდება და ეს იქნება მათ შეცდომა გამოიყენოს. შეცდომა ახლა რატომ? იმიტომ რომ ოლიგარქებია. ასეთი არალეგიტიმური ადამიანი რაში ჭირდება? არაფერში არ ჭირდება სინამდვილეში, მაგრამ აბა გაიხსენეთ, როგორ მიულოცა პუტინმა 18 ჯერ იანუკოვიჩს 2004 წელს გაპრეზიდენტება, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო. და არავის არ უნდოდა. გაიხსენეთ როგორ ულოცავდა ხაჯიმბას. ამას ვერ გავიხსენებ, იმიტომ რომ მე ამას ხაჯიმბას როგორ ულოცავდა პრეზიდენტობას აფხაზეთში და მე ხო ყველაფერი გააკეთეს და აფხაზეთი აიჯანყა რუსეთს. ეს არის სრულიად ირაციონალური რამ. რაზდაც მე პუტინი იტყვის როგორც თქვა მაშინ რომ მე არ მქონდა სწორი ინფორმაცია. ბატონ გიორგი, თქვენ როგორ პროგნოზს აკეთებთ? რამდენად დრამატულად წარიმართება უკრაინის ერთიანობისთვის შემდეგ მოვლენები? თითქოს არის უბრალოდ ისეთი მართლაც ურთულესი მომენტია და ნამდვილად ის რაც იქ მოხდა ამ დღეების განმავლობაში შემოწმებელია და რაღაც და ბუნებრივია იწევს სოლიდარობას მთლიანად უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვის და იბრძვის იმისთვის, რომ კონდეთ საკუთარი თავისუფალი გადაწყვეტილების უფლება. ეს არ იყოს ვიღაცამ არ გადაწყვიტოს მათ მაგივრად სად მიდიან და რას აკეთებენ. და ბუნებრივია ამავდროულად რუსეთი როგორც თქვა ბატონო პეტრე ეცდება ყველა მისთვის შესაძლო საშუალებებით ამის ხელის შეშლას და მათ შორის აგერ ყირიმის საკითხი ითქვა, სადაც ის ალბათ ეცდება სიტუაცია აურიოს და იქ სეპარატისტული და თუნდაც ესე ვთქვათ რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობები გამოიყენოს იმისთვის, რომ გარკვეული ბერკეტის შექმნას იმავე სახით, როგორც ვთქვათ ჩვენ აფხაზეთის და ოსეთის შემთხვევაში საქართველოზე ზემოქმედებისთვის შექმნა მან თავის დროზე. ამას რა თქმა უნდა ის ეცდება, თუმცა საბოლოო ჯამში თუ შევხედავთ, ყველა მისი დესტრუქციული ქცევა როგორც წესი კონტრპროდუქტიული ხდება ხოლმე მისთვის, იმიტომ რომ სულ უფრო მეტად განიზიდავს იმ ადამიანებს, იმ სახელმწიფოებს მისგან,
რომელზეც ის ახდენ სამგვარ ზეწოლას, ხო? კი ჩვენ ხა უყურებთ თითქოს საუბრობდნენ ბევრს ვილნიუსის სამიტის წინ სომხეთისა და შემდეგ უკვე უკრაინის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა რაღაცა გარკვეული გამარჯვებას მიაღწია ევროპასთან, თუმცა საბოლოო ჯამში მან ვერ მიაღწია გამარჯვებას უკრაინელ ხალხზე. ეს არის ფაქტი. და უკრაინელმა ხალხმა გადაწყვიტა, მათ შორის ევროპის ბედიც კი, იმიტომ რომ თუ ეს ასე არ მოხდებოდა, თუ უკრაინა დაიკარგებოდა ევროპისთვის, ეს ევროპისთვის იქნებოდა სერიოზული პრობლემა, მისი მომავალი განვითარებისთვის, მისი იმიჯისთვის ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული პრობლემა. თავის მხრივ სომხეთიც არ უნდა ჩავთვალოთ, რომ საბოლოო ჯამში მან განიმტკიცა სომხეთთან მიმართებაში საკუთარი პოზიციები, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ ვიცით სომხებისთვის როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ისინი გაცილებით რთულ მდგომარეობაში იყვნენ მათი შიდა პრობლემების, მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტისთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე იყო ის ყველაფერი, ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ თქვეს, რომელიც გაჟღერდა. საბოლოო ჯამში მაინც როგორც აღმოჩნდა, ნებისმიერი ამგვარი ბერკეტის გამოყენების შემთხვევაში რუსეთი უფრო მეტად კარგავს იმ საკუთარ გავლენას ამა თუ იმ ტერიტორიაზე. და რაც შეეხება იმას, რომ შეძლებს თუ არა რუსეთი თქვათ ესე რომ თქვათ, რასაც რბილ ძალას ვეძახით, რომ წარმოაჩინოს იმ ტიპის რუსეთი, რომელსაც დღეს ჩვენ უყურებთ, მე მეეჭვება, რომ გარკვეული მომავალი 10 წლების მანძილზე შეძლებს მიმზიდველობის შექმნას საკუთარ სივრცეში იმისაც, რომ ვინმე მიიმხროს სრული გულწრფელი განწყობით მისდამი. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. ბატონო ივანე, თქვენ როგორ ფიქრობთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ჩვენს სამომავლო საერთაშორისო ასპარეზზე, თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების დროს ეს გაგვიადვილებს, ასე ვთქვათ, ევროპისკენ სვლას, იმიტომ რომ ევროპამ საკმაოდ, ასე ვთქვათ, დიდი შეშფოთება გამოთქვა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, თუ ჩვენ უნდა ველოდეთ რუსეთის მხრიდან კიდევ რაღაცა საფრთხეებს? მე მინდა შეგახსენოთ, რომ ზუსტად ეს ველარება დაიწყო იმის შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა ფაქტობრივად შეაჩერა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესი და ზუსტად ეს იყო რუსეთის ზეწოლის და რუსეთთან დაახლოების პერსპექტივით, ესე ვთქვათ, რეალებში. ეს ძალიან, ესე ვთქვათ, აქტიური ჩარევის შედეგი იყო და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და ის რაც მოხდა უკრაინაში მართლა არის იმ კონკრეტული ადამიანების და მე თავზე ბატონ გიორგის ასევე შეხედულებისა უკრაინის ხალხის გმირობის ტოლფასი, როდესაც მათ ფაქტობრივად შემოატრიალეს ეს რეალობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად ევროპული პოლიტიკისთვის, უკრაინისთვის და რა თქმა უნდა საქართველოსთვის. ჩვენ ყოველთვის მოუწოდებდით პრეზიდენტმა არაერთხელ მოუწოდა იანუკოვიჩს, რომ თავარი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ერთიანობა, ადამიანების სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არაფერი ხელისუფლება არ ღირს და არაფერი თანამდებობა არ ღირს იმისთვის, რომ შენ ეს ნება იარაღით ჩაახშო და ფაქტობრივად იანუკოვიჩმა მიიღო ის შედეგი, რომელიც რეალურად იყო მისის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. რა თქმა უნდა, ეს ამას ხოლმე ესე ვთქვათ, არა მარტო მივესალმებით ყველანაირად ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს პროცესები ევროპელი შუამავლების მეშვეობით მოხდა, მაგრამ ეს არის დასაწყისი რთული პროცესა, რომელიც გასავლელი აქვს უკრაინულ თქვათ პოლიტიკურ ძალებს, რომ იქ არ მოხდეს თქვათ რაღაც აი ამ იდეების და განკარგვა, განფანტვა და ზუსტად ის ევროპული გზა, რაც მათ აირჩიეს და ის ნორმალურობა, რომელიც ფაქტობრივად გამოსვლების ზუსტად იმაზე იყო, რომ ქვეყანა იყო ჩიხში, ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად. ეს საქართველოსთვის რა თქმა უნდა დადებითია და თალსახა ისიც არის, რომ რუსეთი არ გაჩერდება ამაზე, ხინების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ ალბათ ასოცირების ხელშეკრულების არის რაღაც კონკრეტული საფრთხეები, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ არ იწყება და არ მთავრდება კონკრეტულ თარიღს. ეს არის ის პროცესი, რომელსაც ჩვენ უკვე ბოლო 20 წელი ვუყურებთ და მე ეჭვი მაქვს, რომ თუ არა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც ძალიან სიფრთხილით ვეკიდებით, მაგრამ მიმართულება არის აღებული ცალსახად ევროატლანტიკური, ევროპული მიმართულება არის, რომ ჩვენ გაცილებით მეტი სიფრთხილე, ნაკლები ესე ვთქვათ, რუპორული დიპლომატია, რომელიცაც მოგვიწოდებენ ჩვენი ოპონენტები, რომელსაც შედეგი ძალიან ძიმე იყო, ძალიან პრაგმატულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპელ თუ სხვა რეგიონალურ პარტნიორებთან ერთად ამ ნაბიჯებს გადავდგავთ, იმისთვის, რომ საქართველოს დაიმკვიდროს თავი როგორც ქვეყანა, რომელიც ბუნებრივი ნაწილია იმ სივრცისა, რომელსაც ქვია ევროპა-ატლანტიკური. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. და ბატონო? კი, რა თქმა უნდა.
უკრაინის დემოკრატიული რევოლუციის მნიშვნელობა ფასდაუდებელია ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად შეგვიძლია ეხლა ავეკიდოთ იმ ატარებელს, რომლითაც მიდის უკრაინა ევროკავშირში. აქამდე ლაპარაკი ევროკავშირის წევრობაზე, ევროპულ პერსპექტივაზე და იმ ტრადიციულ ტერმინოლოგიაზე, რომელსაც ევროკავშირში იყენებენ, ევროპულ ასპირაციებზე ლაპარაკი არ იყო და დღეს დადგა ეს საკითხი, როცა სხვადასხვა საგარეო საქმეთა მინისტრი და ანუ ქვეყანა, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი უკვე ამას იყენებს, რომ უკრაინას აქვს ევროპული ასპირაციები. ამას ჩვენთვის აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ჩვენ მოლდოვა შეგვიძლია თავისუფლად უკრაინასთან ერთად ამ სამეულით გავერშუროთ ევროკავშირისკენ და ნატოსკენაც. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს. მეორე, ძალიან ცუდია ის, რაც ვანო და მე კოლეგები ვართ და შემიძლია რომ ბევრ რამეში დავეთანხმო, მაგრამ აღნიშნავდი იმ განსხვავებას, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს წინასაგან, როცა ლაპარაკობენ რომ რიტორიკა შევარბილეთ, განსაკუთრებით რუსეთთან, ამაზე შეიძლება ვიმშელოთ წინა ხელისუფლებას მართლა ცუდი რიტორიკა ჰქონდა თუ არა, აგრესიული თუ არა, მაგრამ იმ რიტორიკის ისეთ ნულამდე დაწევა, როგორიც დღეს არის ჩვენი სახელმწიფოებისათვის მავნებლობის მომტანი. ეს გამოიხატა ძალიან ბევრ განცხადებაში, კერძოდ ბოლო განცხადება იყო ძალიან ნიშანდობლივი, რაც ყურად უნდა იყოს ჩვენმა ხელისუფლებამ, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრმა და ასევე პრეზიდენტმა. პრემიერი მიდის ვაშინგტონში და ამაზე უნდა იმუშაოს ძალიან აქტიურად. ობამა როცა ლაპარაკობდა რუსეთთან განსხვავებებზე, მან ახსენა ორი საკითხი: ერთი უკრაინა, მეორე სირია. მაშინ როცა საქართველოს მისი ოკუპაცია, რუსეთის ჩარევა აქვს, საერთოდ ამოღებულია ტერმინოლოგიიდან. ამაზე თუ არ იმსჯელოთ სერიოზულად დღეს ხელისუფლებამ ხვალდაზე ეს საკითხი საერთოდ ამოვარდება ყველანაირი დღის წესრიგიდან, რისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით 15-20 წელია უკვე საერთაშორისო ასპარეზზე. ბატონ მამუკა, მე მგონი ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ეს დაფიქსირებულია და ალბათ უკრაინა და სირია ახსენა, იმიტომ რომ ეს ახალი, გუშინ და გუშინ წინ მომხდარი ამბებია. მოდით ასე ვიგულისხმოთ, იმიტომ რომ ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენს ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება დაივიწყებს. არ ვიცი, მე თქვენ გენდობით, მაგრამ ობამას ვენდობი და მისი ოფიციალური პრესმდივნის ბატონო ივანე, თქვენ გინდათ რაღაცა საფასურო? დიახ. ესეთ არის შემთხვევითი არ არის, როდესაც პრემიერ-მინისტრი ესე თქვა მოკლეს ვადებში გაემგზავრა ვაშინგტონში. ეს საფრთხე, მე ვეთანხმები მამუკას, რომ გარკვეულწილად ეს საფრთხეები და ზოგადად რუსეთისადმი მიდგომა და ზოგადად პოსტსაბჭოური სამყაროს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და ევროპაშიც ესე ვთქვათ გარკვეულ ნაკლებ პრიორიტეტად იყო, მაგრამ ზუსტად ამ მოვლენებმა აჩვენეს, მე ვიყავი ვილნიუსში, დავინახე იქ რა სერიოზული შეშფოთება იყო მათ შორის ძალიან სერიოზული წამყვანი ქვეყნებიდან რუსეთის ფაქტორის მიმართ. იქ პირდაპირ იქნა თქვამი, რომ ეს უხილავი ძალა არ უნდა კონდეს იმის უფლება, რომ გადაწყვიტოს ის თავისუფალი არჩევანი, რომელიც კონკრეტულმა ქვეყნებმა გააკეთეს ევროპასთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან სერიოზული შეხვედრები და საუბრები ჰქონდა პრეზიდენტებთან, მათ შორის ევროპულ პრეზიდენტებთან, ევროპის საბჭოს და ევროკავშირის მაღალ წარმომადგენლებთან და ძალიან კარგად ესმით. ჩვენ მინდა ის ხაზი გავუსვა, რომ ზუსტად ევროპულ ხალხს მივყვებით, როდესაც ვიცით რა ვისთან გვაქვს საქმე, ვიცით რა რასთან გვაქვს საქმე. ამავე დროს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გარკვეულწილად დაუწიოთ ის ტემპერატურა დაძაბულობისა, რომელიც საქართველოს ძალიან რთულ სიტუაციაში ჩააყენა და დარწმუნებული ვარ, რომ წინა ხელისუფლებას თუ ექნებოდა ამის საშუალება, არაერთი მცდელობისა ამას გააკეთებდა კიდევაც. ჩვენ მნიშვნელოვანია, რომ ესე ვთქვათ, მოვახდინოთ შეხების წერტილების პოვნა, მაგრამ ის ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც შეეხება ქვეყნის ოკუპაციას, საქართველოს არჩევანს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ეს არის ესე ვთქვათ ტაქტიკური ნაბიჯები შეიძლება ვიდეოთ, მაგრამ ზოგადად ამაზე არ მიდის ესე თქვა სტრატეგიული გადახედვა და მათ შორის ჩვენი პარტნიორები ზუსტად უკრაინის მაგალითად მინდა დავეთანხმო მამუკას და სხვებს თქვენ სტუმრებს რომ დაანახა დასავლეთს რომ რამდენად მნიშვნელოვანია მათი აქტიურობა, მათი ლიდერშიპი იმ თვალსაზრისით რომ ის ქვეყნები რომელიც მართლა მიიღწვიან და არიან ბუნებრივად ევროპის თუ აი ამ სივრცის ნაწილი მათ საშუალება მიეცეთ რომ არ აღმოჩნდნენ იმ იმპერიულ ახალ შენაერთში რომელსაც ქვია ევრაზიული კავშირი რომელიც გარკვეულწილად ძალიან რთულ სიტუაციას შექმნის ზოგადად რეგიონში და გლობალური შედეგები ექნება რუსეთის ფაქტორი და გათვალისწინებით. კავშირის ხარდაჭერამ, კერძოდ ვიზების და ეკონომიკურმა სანქციებმა
საბოლოოდ მოახდინა ეს რევოლუცია. ანუ ევროკავშირის დასავლეთის მიერ ზეწოლას აქვს რეალური შედეგები და ერთ-ერთი მთავარი შედეგი უკრაინის დემოკრატიული რევოლუციის სწორედ ეს არის, რომ საბოლოოდ მოკვდა ევრაზიის კავშირი. ამაზე ლაპარაკი მინიმუმ 5-10 წლით გადაიწევს, სანამ ჩვენ ამ პერიოდში კი ჩვენ შევახცევთ იმ ოჯახში, რასაც ქვია ევრო ოჯახი და შემდეგ რაც უნდა შექმნას პუტინმა. გასაგებია, მაგრამ არ შეიძლება გვერდი აუაროთ ერთ ფაქტსაც, ხვალ მთავრდება ოლიმპიადა, სოჭის ოლიმპიადა და მე მაინტერესებს ჩვენი ექსპერტების აზრი ამასთან დაკავშირებით. რა მოვლენა იყო ეს არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც ყველა იმედოვნებდა, რომ ოლიმპიადის დროს დაუშვათ იქნებოდა რუსეთის მხრიდან რაღაცნაირი გაყინვა, ყველანაირი დესტრუქციული, ასე ვთქვათ, ქმედებისა, მაგრამ უკრაინის ამბებმა გვაჩვენა, რომ ეს ასე არ მოხდა. გადმოწეულია 11 კილომეტრიანი, ასე ვთქვათ, საზღვარი აფხაზეთის. აი, თქვენი აზრი მაინტერესებს, ბატონო კახა, პირველად თქვენ დაგისვავთ ამ შეკითხვას. რა მოხდება ამ ოლიმპიადის დახურვის შემდეგ? გადმოიწევა ჩვენი საზღვარი. რუსეთი გააქტიურდება. დაუშვათ, როგორ შეაფასებს ამ ოლიმპიადას მომავალში, თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით, შთამომავლობა? პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ის მოლოდინები, რომელიც ჰქონდა თავად პუტინს და მთლიანად რუსეთის რაღაც ხელისუფლებას ოლიმპიადასთან დაკავშირებით არ გამართლდა, იმიტომ რომ მათ ეგონათ, რომ ოლიმპიადა რუსეთს გაიყვანდა რაღაც საერთაშორისო ასპარეზზე, რაღაც ცნობადობის ახალ დონეზე, მთელი ფოკუსირებული იქნებოდა რუსეთის მიმართ მთელი საერთაშორისო მედია, საერთოდ ინტელექტუალური სივრცე და ისინი მოახდენდნენ რაღაც დემონსტრირებას თავისი განვითარების ახალ მოდერნიზირების, ასეთი ამბიციები. ეს არ განხორციელდა, რა თქმა უნდა, უკრაინამ ითამაშა პირველ რიგში ეს როლი, იმიტომ რომ მთელი ყურადღება გადავიდა უკრაინაზე და აბსოლუტურად ნეგატიური კონტექსტი გახდა, აღმოჩნდა რუსეთი მთლიანად თავისი ოლიმპიადით. როგორი მოქმედეს ეგ შემდგომში? მე ვფიქრობ, რომ ეხლა რუსეთისთვის მაინც რჩება უკვე უკრაინა მთავარ თავის ტკივილად და ამის გამო შეიძლება მან ვერ განახორციელოს ის მიზნები, რომელიც საქართველოს მიმართ აუცილებლად მას ჰქონდა. უკრაინაში რომ რუსეთის სასარგებლოდ განვითარებულიყო ეს სცენარი და უკრაინის სიტუაცია წასულიყო ისე როგორც მოსწონს რუსეთს, მაშინ ალბათ ის მოიცლიდა საქართველოსთვის შემდეგ, მაგრამ უკრაინაზე რუსეთმა მე მგონია უკვე მოიმტრვია კბილები, ვიტყოდი ასე, მას ძალიან გაუჭირდება ახლა საქართველოს მიმართ თავისი აგრესიის ისეთივე ძალით განხორციელება. ბატონ პეტრე, თქვენ მოკლედ როგორ აფასებთ? ბევრ რამეში დავეთანხმები კოლეგებს. პუტინს, პირადად პუტინს ჩაფიქრებული ჰქონდა ოლიმპიადა როგორც პირადი ბენეფისი და მხოლოდ ერთპიროვნულ მმართველს ფიტყობელს შეუძლია რომ ბიუჯეტიდან 51 მილიარდი დოლარი ასე გაფლანგოს, ისე გაიფლანგა მუშებს ბოლოს ხელფასი ვერ მისცეს, ხო? ეს ჩაფლავდა, თუმცა New York Times-მა და არაერთ სხვა გამოცემამ ქუდი გააკეთა პირველივე დღეს, რომ რუსეთი დაბრუნდა. რუსეთი ისევ ის არის, რაც იყო უძლეველი და ასე შემდეგ. ჟურნალისტების ამბავი მოგეხსენებათ, მაგრამ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, პუტინს აბსოლუტურად არ აწყობდა უკრაინაში აი ესეთი მოვლენების განვითარება. ეს არ იყო რუსეთის დესტრუქციული მოქმედება აი ამ დღეებში. მოერიდა იქ ჩარეულიყო რაღაც განსხვავებების კი ძალიან რბილი იყო. ლუკინი რო წავიდა, იმასაც კი თქვა, რომ ლუკინი მიდის როგორც ლუკინი. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა იქნება გაცილებით უფრო მოქნილი, პუტინს ეს შეუძლია, ჩეკისტი ტყუილა არ არის და ეცდება მთელი კარტი გაათამაშოს ისე, რომ აი ეს ღიად, რომ რუსეთი ერევა, ეს არ ჩანდეს პირიქით, რომ მრავალი მშრომელის მოთხოვნის გამო და იმის გამო, რომ უკრაინა, თქვათ, ყირიმის მოსახლეობა ითხოვს დაცვას და გადარჩენას და ასე შემდეგ, მხოლოდ ასე იმოქმედებს. რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ პირდაპირ ჩარევაც შეგრძელდება. ბატონ მამუკა, თქვენ როგორ ფიქრობთ? ორ საკითხზე გამომხდით თქვენ ყურადღებას. ოლიმპიადაზე ჩემი აზრით აბსოლუტურად არაკონსტრუქციული და თუნდაც არაპრაგმატული, რასაც ელოდებოდა საქართველოს ხელისუფლება რეზულტატი მივიღეთ დამცირება, მივიღეთ პუტინის მიერ აბსოლუტურად
ჟარგონით გადაგდება, იმიტომ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გითხრა, რომ იქ არანაირი პროვოკაცია არ იქნება და მსოფლიო VIP ლოჟაში პრეზიდენტებთან ერთად ჩვენი ორი ტერიტორიის დე-ფაქტო მმართველის გამოჩენა არის ფაქტიურად ჩვენთვის თვალებში ნაცრის შეყრა, რაც შემდეგ გაამართლა რამდენიმე მინისტრმა, კერძოდ ზაქარეიშვილმა, რაც მახსოვს, შეიძლება სხვემაც და ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი მინუსი, რაც მივიღეთ სოჭის ოლიმპიადისაგან. აღარ ვლაპარაკობ იქ სპორტსმენების გამოსვლა და სხვა დეტალებზე, ჩვენ აშკარად დავმარცხდით იდეოლოგიურ საინფორმაციო PR ბრძოლაში, რომელიც შეგვეძლო გაგვემართა იქ. ბოიკოტს არ ვახსენებ კიდე სხვა საკითხი. და მეორე, პუტინის თავარი მოვალეობა და თავის სატკივარი თუ მოქმედებები შემდეგ წლებში უკვე უნდა გადავიდეს შიდა პროცესებში ჩარევაზე. გულისხმობ იმას, რომ მან მეტად უნდა იძრუნოს საწი დემოკრატიული რევოლუციის შეჩერებაზე რუსეთში, ვიდრე ჩაერიოს საქართველოსა და უკრაინაში, რადგან ეს უკვე განუხორციელებელი იქნება, ძნელი იქნება. მაინც შეეცდება, მაგრამ აქედან გამომდინარე მოსალოდნელია ჩემი აზრით, რომ ამ დემოკრატიული რევოლუციების სარტყელის, ტალღის გაგრძელება, რომელიც იყო მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, უკვე აღმოსავლეთით და კრემლის გარშემო და წითელ მოედანზე მანიფესტაციებში. ბატონ გიორგი, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ სოჭის ოლიმპიადას და იმ მოლოდინებს, რომელიც ჰქონდა თვითონ რუსეთს და რომელიც ჰქონდა მსოფლიოს? ცითრა, ჯერ პირველ რიგში მინდა რომ უკრაინის საკითხზე კიდევ ერთი სიტყვით გითხრათ. მე მგონია რომ ესეთი ჩვენთვის გაკვეთილად რომ იყოს ეს ყველაფერი იქიდან იმისთვის, თორე ისე თავისთავად ფაქტის კონსტატაცია მხოლოდ არაფერს ნიშნავს. უკრაინა დღევანდელობამდე, ანუ არა ამ გამარჯვებამდე, არამედ იქამდე რაც მოხდა, გამარჯვებამდე რაც მოხდა, ალბათ უფრო მიიყვანა იმან, რომ უკრაინელმა ხალხმა თავის დროზე თვალი დახუჭა იანუკოვიჩის მიერ ნატოზე უარის თქმის დროს, იმიტომ რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნატოსში გაწევრიანების გარეშე არის შეუძლებელი საკითხი და არც არასწორი დაყენება ამ საკითხის, რადგანაც მანამ სანამ ევროკავშირს თავისთვის ევროპულ სივრცეს არ აქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა მექანიზმი, ნატო არის ის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ამის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ეს ორი ერთმანეთისგან ცალ-ცალკე ვერ განიხილება, ეს ერთი სივრცის ორი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, როგორც კი ამაზე ითქვა უარი, მაშინვე უკრაინულ საზოგადოებას უნდა განეჭვრიტა, რომ ხვალ ამაზეც ითქმება უარი, იმიტომ რომ რადგან ეს ერთი სივრცეა. ამიტომ ჩვენთვის გაკვეთილი აქედან არის ის, რომ როგორც კი მსგავსი ნიშანი, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს ეს წინა, შემდეგი, რომელი ხელისუფლებისგანაც მსგავსი ნიშნები. იცით რა, ამ წუთას მე ნაკლებად ველოდები, იმიტომ რომ თუნდა სულ რო ქონდეს ხელისუფლებას, ახლანდელ ხელისუფლებას ამგვარი სურვილი, უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რომ ეს ასე არ შეიძლება მოქცევა საკუთარ საზოგადოებასთან და საკუთარი საზოგადოება ასე ექცევა შემდეგ იმ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი სამართლობის აღსანიშნავია. ბატონ გიორგი, სოჭთან დაკავშირებით სოჭთან შეეხება, მე მინდა ვიმედოვნო ის, რომ ის მინუსი, რაზეც ბატონმა ილაპარაკა, ამ შემთხვევაში იქნება ერთადერთი, რაც სოჭთან და სოჭის შემდგომ პერიოდთან იქნება დაკავშირებული. თუმცა უფრო მეტად ვარაუდობ, რომ სხვა პრობლემები წარმოიჭრება ჩვენთან, ჩვენ საზოგადოებაში, იმიტომ რომ რუსეთისგან იქნება ეს ყველაფერი პროვოცირებული ბუნებრივია, სხვადასხვაგვარი შეუძლებელია, მაგრამ ისევ და ისევ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც აქედან დაწყებული ხვალიდან, როცა სოჭის ოლიმპიადა საბოლოოდ იქნება დასრულებული, იქიდან დაწყებული ნებისმიერი პრობლემა შეუძლებელია იქცეს ჩვენი განვითარების შემაფერხებელი თუ საქართველოს ხელისუფლება მოახერხებს ადეკვატური პასუხების გაცემას იმ პრობლემებზე, რომელი პრობლემები შეიძლება საქართველოში შეიქმნას. ამისთვის ისევ და ისევ საჭიროა ის, რომ ისეთი პრობლემები არ არსებობდეს, რადგან ბატონი მამუკა საუბრობდა, რომ თქვა ხელისუფლების შტოებს შორის გაუგებრობა იყოს, მაგალითად და აუცილებელია კონსოლიდაცია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ შეუძლებელია უკაცრავად დავასრულებ, შეუძლებელია რუსეთმა ისეთი რამ ჩაიდინოს ჩვენი შეცდომის გარეშე, რაც ჩვენს განვითარებას შეაფერხებს. გასაგებია. ბატონო ივანე და ბოლოს შეკითხვა თქვენთან. იმ გამოწვევებს, რომელიც შეიძლება არსებობდეს საგარეო პოლიტიკაში, რომელიც იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ ევროპისგან მივყავართ, როგორ შეიძლება უპასუხოს ჩვენმა ხელისუფლებამ და კერძოდ იმ ფუნქციებში, რასაც პრეზიდენტი ფლობს? სავარაუდო გამოწვევებს.
კი ბატონო, პრეზიდენტი არ არის წარმმართველი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, მაგრამ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, აქვს ხელწოდომა სხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან და იმ სახელმწიფოებთან, რომელთაც ასევე სახელმწიფო ხელმძღვანელი და მთავრობის ხელმძღვანელიც ასევე არის პრეზიდენტი. ჩვენ გვაქვს ძალიან ესეთი აქტიური გეგმა, რომ რაც შეიძლება მეტი ვიზიტი იყოს უახლოეს პერიოდში, პირველი იყო ვილნიუსში გახსოვთ, თურქეთი, აზერბაიჯანი, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, გვექნება ვიზიტის სომხეთში, ძალიან ბევრ საინტერესო შეხვედრას ჩავატარებთ, მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ რა არის სომხეთის თქვა ხედვა ამ თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნებში იქნება ამ თვალსაზრისით ჩვენ კიდევ თქვენ თუ მიგვაჩნია რომ არის მთელი რიგი თქვა მეტი კოორდინაცია, მეტი თემები, რომელიც შეიძლება უკეთესად იქნას წარმოჩენილი, ჩვენ ამას არ ვმალავთ ხოლმე და ამაზე გვაქვს შეხვედრა, საუბრობთ ხოლმე, რა თქმა უნდა, მეტი შეიძლება, გაცილებით უკეთესად შეიძლება ეს ყველაფერი და ნუ თავისთავად პრეზიდენტის თქვა ინსტიტუტი გაცილებით ეფექტური შეიძლება იყოს გამოყენებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან და იმედოვნებთ, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართება. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წელი გვაქვს წინ 2014 და შემდეგი წლები, რომელიც განსაზღვრელი იქნება საქართველოს მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული, ქვეყანა იყოს უკეთეს ეკონომიკურ სოციალურ მდგომარეობაში და მის მოქალაქეებს შეეძლოთ იფიქრონ გეგმებზე, რომელიც მათ ცხოვრების გაუმჯობესებას მოემსახურება და არა უდმივ კრიზისებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 15 წელი განვიცადეთ და ეს არის ჩვენი მიზანი. დიდი მადლობა ბატონო ივანე. მოდით იმედი გამოვთქვათ, რომ ის გზა, რომელსაც დღეს საქართველოს ადგას, მიგვიყვანს ნამდვილად ევროპამდე, რაც ნიშნავს საყოველთაო კეთილდღეობას, რადგანაც ევროპული გზა სწორედ ამას გულისხმობს, რომ ქვეყანაში კეთილდღეობაში იყოს ყველა, არა მხოლოდ ხელისუფალი, არამედ რიგითი მოქალაქეც. და კიდევ ერთი, თუ დავუბრუნდებით ბატონი გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში, პირადად მე ჩემს სუბიექტურას გამოვხატავ და მინდა გითხრათ, რომ მე იმ 60%-ში ვარ, ვისაც მოეწონა ეს გამოსვლა, რადგანაც ნამდვილად მომეჩვენა, რომ ეს სულ სხვა ტიპის გამოსვლა იყო, სხვა ტონით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ მე მჯერა, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი იქნება და კიდევ ერთი ალბათ მთავარია ხელისუფლების კი არ გწამდეს, არამედ იმედი გქონდეს მისი. მომავალ შეხვედრამდე, მომავალი შეხვედრა ჩვენი მომავალ შაბათს იქნება, კვლავ თავის დროზე მე კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში ივანე მაჭავარიანი, საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე და სტრატეგიული გამოკვლევათა ცენტრის ანალიტიკოსი გიორგი გვიმრაძე. კარგად ბრძანდებოდეთ.